კრიმინალური რომანტიკის ეიფორია საქართველოში რამდენად დაცულია ადამიანის სიცოცხლე და გაზრდილია თუ არა დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში. რა აქვს სათქმელი ხალხს და რას პასუხობს ხელისუფლება? აქვს თუ არა მოსახლეობას ქართული პოლიციის მიმართ ნდობა და როგორ აფასებენ გომელაურის უწყებას? ვის შეეხება მეგობარი აქტის სანქციები და იქნება თუ არა ქართული ოცნების წევრების ამერიკაში ლაქშერული მოგზაურობა სენატზე დამოკიდებული? როგორ აფასებენ მართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრები წითელ მოედანზე გეორგიევსკის ლენტით მდგარს საქართველოს ყოფილ გენპროკურორს და რა შეიძლება აკავშირებდეს მას რუსეთის დიქტატორთან? მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა ოთო მღებრიშვილთან ერთად. დღევანდელი გადაცემის თემა კრიმინალის გაზრდა საქართველოში, აქვს თუ არა საზოგადოებას ნდობა პოლიციის, ასევე ვის შეეხება მეგობარი აქტის სანქციები და როგორ აფასებენ მართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები ყოფილი გენერალური პროკურორის ჩასვლას მოსკოვში სამხედრო აღლუმზე. ჩემი გადაცემის სტუმრები არიან პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი ბატონი ვასილ ბაქრაძე, მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. და ასევე მართველი გუნდიდან ქართული ოცნების წევრი გელა მამუკაშვილი. მოგესალმებით ბატონო გელა. ბატონო ვასილ, თქვენთან მაქვს პირველი კითხვა. გაზრდილია თუ არა საქართველოში კრიმინალი? მოგესალმებით, მივესალმებით რეალეთის მაყურებელს, წარმატებებს ვუსურვებ თქვენ გადაცემას. სასიამოვნოა ჩემთვის და პატივი რომ თქვენ მაყურებლის წინაშე შემიძლია ჩემი აზრი დავაფიქსირო და გამოთქვა. რაც შეეხება კრიმინალის გაზრდას, კრიმინალის გაზრდასთან დაკავშირებით უცებ გამახსენდა იმ კითხეთ თუ არა რამდენიმე ვაგზლის მოედანზე რომ ხალხის თვალწინ ხელი გამოჭრეს ადამიანს, გულში ყველა მიცის შემთხვევა დახოცა კონკრეტულმა პიროვნებამ, ახლა ვის ბრალია და რა ბრალია იქ მეორე თემა და მე ვიძახი კრიმინალის გაზრდასთან დაკავშირებით. ამავე დროს ვაკეში შეკვეთილი მკვლელობა გამახსენდა, აკერამისინ გავიდა სიუჟეტი, თუნდაც ციხეში თავის დაზიანებით გარდაცვლილი ადამიანი, მეორე კი პრაქტიკულად უმოქმედოთ არის და მშობლები უნიან, ჭამის საშუალებაც არა აქვს, თუ არა ჭამეს აგერ ვაგზლის ბაზრობის დაწვა იმედია გამოიძიებენ. აი უცებ გამახსენდა ეს სიტუაცია. სტატისტიკას ახლა 100%-ს მე ვერ გეტყვით, მაგრამ საზოგადოების აღქმაში გაზრდილია და შიში არის რომ იზრდება კრიმინალი. საზოგადო აი რომ მოხვდები ნებისმიერ თავშეყრის ადგილზე, იქნება სუფრა, იქნება მაგალითად თუნდაც კონკრეტული თავშეყრის ადგილი, ან შემთხვევით ტრანსპორტში თუ მოხვდი საზოგადო, არ იშვიათი შემთხვევაა რომ არ ახსენონ ეს შიშები და იშვიათი შემთხვევაა რომ არ ქონეთ ამისი განცდა. მოკლედ საზოგადოების დავასახელე ფაქტები და დავამოფ იმას, რომ საზოგადოებაში მე ვისთანაც მაქვს შეხება არის ეს შეგრძნები. თქვენი აზრით რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება რომ კრიმინალი აღმოფხრას საქართველოში? ჩემი აზრით აი ასეთი სიტუაცია. მოკლედ მოვიყვან მე ცოტა ფართოდ ასე ვთქვათ შევეხები ამ თემას. ჩემი აზრით პირველ რიგში ის რომ თქვა თუნდაც ავიღოთ ვაგზლის ბაზრობის დაწვის შემთხვევა. ხო, შემთხვევით გაჩნდა ცეცხლი, ვინმემ დააზიანა თუ ასე უნდა უტყუარი ფაქტები აუცილებლად რომ მაგალითად რატო გაჩნდა და კონკრეტული ინტერესები ხო ადგას ამის უკან, ან თუნდაც აპატიმის გარდაცვალების, ან თუნდაც მეორე პატიმარობა ასე მედუნარიანობა დაკარგულია, ამაზე უტყუარი ფაქტები უნდა მიიღოს საზოგადოებამ და საზოგადო ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ ვალდებულია თუნდაც სამართალდამცავი ორგანოები და ასე შემდეგ, თუნდაც ასეთი ქართული ოცნება რომ აჩვენოს უტყუარი ფაქტები საზოგადოებას, რომ თქვათ იძიებენ, სწრაფად იძიებენ და თქვათ არიან ეფექტურები. თუნდაც აი შევეხოთ ამ 50 ადამიანი პოლიტპატიმარი რომ არის, ხო?
თუ ეს იმდენად საზოგადოებისთვის ასე ვთქვათ აქტუალური თემაა მე ვფიქრობ აუცილებელია თუ რას აი ბრალს რომ ზდებ კონკრეტულად ადამიანს თუ დამნაშავეა მაჩვენე უტყუარი მტკიცებულებები და ასე ბუნდოვანი და ასე ვთქვათ ეჭვების დიდი ასე ვთქვათ ბაზარ უნდა გაკეთდეს ადამიანებში და უნდა მაჩვენოს უტყუარი მტკიცებულებები რომ დავიჯერო რომ ის პოლიტიკური ნიშნით კი არ არის დაკავებული არის დამნაშავე და მართლა დააშავა არავინ არ იქნება დარწმუნებული ვარ იმის ასე ვთქვათ დამცველი მე პირადად მაგალითად დამნაშავეზე ხმას არ ამოვიებ მაგრამ უნდა დავინახო უნდა დამარწმუნო როგორც საზოგადოების წევრი ხო რომ იმას მართლა დანაშაული მიუძღვის და ეს მე ვფიქრობ თანამედროვე თქვა სამყაროში როცა ამდენი კამერაა და როცა მით უმეტეს ამხელა საშუალებები არსებობს და გამოძიებისთვის ბევრად გამარტივდა გამოძიება ხო ვიდრე იყო მაგალითად აქამდე მე ვფიქრობ ეს უტყუარი ფაქტები აუცილებელი და საჭიროა მებასურველზეა დამოკიდებული რომ ეს პირობი არ გაჩერდება თუნდაც საერთაშორისო საზოგადოება რო ასე გაკრიტიკებს და ასე გეუბნება რომ სანქციებს გიწესებს კონკრეტულ გადაცდომებზე ხო მე ვფიქრობ რომ აუცილებელია რომ საერთაშორისო საზოგადოებასაც აჩვენოს ეს უტყუარი ფაქტები იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველას ინტერესები ზიანდება ხო საქართველოს ასე ვთქვათ ეკონომიკაში გინდა პოლიტიკური კრიზისი თუ ასე შემდეგ ღრმავდება ამიტომ ვფიქრობ რომ აქაც კითხვის ნიშნებია დავუმატოთ ისიც რომ აი გადაცდომა პირდაპირ ეთერში შეგვეძლო გვეყურებინა მომიტინგეებს როგორც ცემდნენ და პირდაპირ კადრები არსებობს თუნდაც ჟურნალისტებზე თავდასხმა და პირდაპირ იციან ყველა ხო ვინ იყო და ვინ არა და ერთი ფაქტი ადმინისტრაციული სასჯელიც არ არის შეფარდებული არც ერთ ასე ვთქვათ გადაცდომაზე სამართალდამცავების მხრიდან და ეს რა თქმა უნდა გიჩენს იმის განცდას და აღქმას რომ კრიმინალი რაღაცნაირად მოგატებულია. დიახ, სამართალდამცავებს შევეხეთ. ჩვენს როდესაც გადაცემას ვამზადებდით, გამოვკითხეთ საზოგადოება თუ რას ფიქრობენ ისინი და ნდობა დაკარგულია პოლიციის მიერ. თქვენი აზრით რატომ არის ნდობა დაკარგული? მაგას ვეუბნებით რომ მეც იგივე მე განცდა დამრჩა საზოგადოებაში რაც ხდება. აი განცდა დამრჩა ჩვეულებრივად რაც ხდება საზოგადოებაში და თურმე გამოკითხვამაც იგივე დაადასტურა. ზუსტად ეგ არის ჩემი აზრით ნდობა დაკარგული რომ საზოგადოება ამასაც გეტყვით საზოგადოების აბსოლუტურ ნაწილში სამწუხაროდ არის განცდა რომ პოლიცია და სამართალდამცავი სტრუქტურები უკვე პოლიტიკურად მოტივირებულები არიან. აი ვემსახურები საქართველოს ხო არის მათი მოწოდება. ყველას არ ვეხები ახლა არიან მე არ მინდა ახლა რომ თქვა რომ აბსოლუტურად ესეა მაგრამ აი ფაქტებით ვილაპარაკე და ვილაპარაკე მოკლედ კონკრეტული მაგალითები მოვიყვანე ამ შემთხვევაში განცდა არის რომ მოქალაქეებს განასხვავებენ პოლიტიკური ნიშნით ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ამიტომ არის ნდობა დაკარგული პოლიტიკური ნიშნით განსხვავება რაც გულისხმობს კიდევ იცით ჩემი აზრით და საზოგადოებას რა აზრი აქვს საზოგადოებას აქვს მარტივი აზრი რომ მაგალითად ვიღაცა თუ დაახლოებულია ხელისუფლებას და რაღაც დივიდენდები მოაქვს თუნდაც არჩევნების კუთხით თუნდაც სხვა კუთხით არა ის უფრო დაცულია ის მაგალითად არ იქნება კონკრეტულად რაზე თვალის დახუჭვა შეიძლება დანაშაულზე დაიხუჭოს მაგრამ ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ის უფრო დაუცველობის განცდა რჩება იმას და ფიქრობს რომ ადვილად მოწყვლადია ასე ვთქვათ რა აი ეს განცდები არის რა თქმა უნდა საზოგადოებაში და ჩემი აზრით ეს იწვევს უნდობლობას ეხლა ხარისხი პროცენტები და ასე შემდეგ ეგ უკვე კვლევის საგანია ფაქტების მოყვანის საგანი მაგრამ მე გეუბნები საზოგადოების აზრს რატომ გაუჩნდა ეს განცდა ეს არის. ბატონო, მადლობა. ბატონო გელა, თქვენ რას ფიქრობთ გაზრდილია საქართველოში დღეს კრიმინალი, როდესაც ამდენ შემთხვევას ხედავთ თუნდაც? რა თქმა უნდა, ნებისმიერი კრიმინალური ფაქტი და განსაკუთრებით ისეთი ფაქტი, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, სხეულის განზრახ-მძიმე დაზიანება მოსდევს, ცალკეულად ყველა არის ტრაგედია, რა თქმა უნდა, ხელისუფლების და პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურის ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა ამაში არის, მაგრამ ეს არის ძალიან ზოგადი მსჯელობა, პასუხისმგებლობა
რა თქმა უნდა, გააჩნია რაში გამოიხატება რეაგირებაში. თორემ ნუ ახლა 100%-ით კრიმინალს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ აღმოფხრის და ერთ მაგალითს ნუ ახლა ცოტა სწორხაზოვანი მაგალით შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ მე მგონი მიესადაგება ამ თქვენს მიერ წამოჭრილ თემას. ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით მაღალია კრიმინალი, ვიდრე ჩრდილოეთ კორეაში ან ირანში. რატომ? ეს არის პირველ რიგში იმიტომ, რომ მტკიცებულების მაღალი სტანდარტია დემოკრატიულ სახელმწიფოში, რათა ადამიანის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები იქნეს გამოყენებული. სამართლებრივი სახელმწიფოა, მეტი მოთხოვნილება აქვს სასამართლოს სამართალდამცავი ორგანოების და პროკურატურის მიმართ და შესაბამისად ერთმანეთთან შეიძლება ითქვას, რომ წინააღმდეგობაშია კრიმინალთან ეფექტური ბრძოლა, ერთგვარად ახლა მე არ ვამბობ, რომ წინააღმდეგობაშია იდეაში, მაგრამ რეალურად ასეა, კრიმინალთან ბრძოლა და ადამიანის უფლებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის დაცული და რომელიც ევროკონვენციით მიერთებული ვარ ჩვენ, რა თქმა უნდა, ნაბანწყავს ბავშვს ვერ გავატართ, ადამიანის უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. მე მოქმედი ადვოკატი ვარ და პირადად ჩემი პრაქტიკიდან და ჩემი კოლეგების მონაყოლიდან, იგივე პრაქტიკიდან ძალიან ბევრი ფაქტი ვიცი, რომ შინაგანი რწმენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფს, კერძო პირს, რომ ამა თუ იმ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, რომ მაგრამ სასამართლო რა თქმა უნდა ხარვეზები სასამართლოშიც არის, მაგრამ სასამართლო დამოუკიდებელია პროკურატურის ალბათ ჩემი ოპონენტი და კოლეგას დამეთანხმება ბატონი ვასილი, რომ გაცილებით უფრო რთული მდგომარეობა იყო სასამართლოზე ზეწოლის და სასამართლოსთვის კარნახის მხრივ 2012 წლამდე ვიდრე შემდეგ და ძალიან ბევრი შემთხვევაა ისეთი, როდესაც სასამართლო ითხოვს მტკიცებულების იმდენად მაღალ სტანდარტს, რომელსაც თუ არ აკმაყოფილებს საყენებული ბრალი, თუ არ აკმაყოფილებს პროკურორის ესა თუ ის შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის თაობაზე სასამართლო უარს ეუბნება. შესაბამისად, ეს მაგალითის მოტანა რატო ეს რა თქმა უნდა არ არის პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას ნებისმიერ კრიმინალურ გადაცდომაზე, მაგრამ ამას აქვს ობიექტური მიზეზები. რა თქმა უნდა, სუბიექტური მიზეზებიც არის. აი სუბიექტური მიზეზები მე არ მინახა. ეგრეთ წოდებულს ვეძახი, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ტელევიზიებს არ ვეძახი, ეგრეთ წოდებულს, ოპოზიციას ვეძახი, ეგრეთ წოდებულს, იმ ტელევიზიებს, რომლებიც ოპოზიციის პირდაპირ მართვის ქვეშ არიან, გავლენას არ ვიტყვი, მართვის ქვეშ არიან. და აი მაგალითად ძალიან ხშირად გადაიცემა მათ შორის სოციალური ქსელებით ისეთი მომენტები, როდესაც დაუშვათ პოლიცია პატრული აჩერებს ამა თუ იმ პირს და ძალიან ეს შეგნებულად ხდება. წინასწარ მომზადებულები არიან, უნდა დაარღვიონ წესი, შემდეგ იწერენ პოლიციელი ძალიან თავაზიანად, დილობიანად, კულტურულად ამერიკის შეერთებული შტატები ვახსენე და იმდენს რა თქმა უნდა არ მოუთმეს, მაგრამ ჩვენი პოლიცია მაინც სხვა არის, პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ერი ვართ და აქედან გამომდინარე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ჩვენს პოლიციელს მიაშენებაჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომელსაც დაუშვათ იგივე მობიერებას არ გამოიჩენს არც ესპანელი ამერიკის შეერთებულ შტატებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. შემდეგ ამას გადასცემენ, იწერენ, გადასცემენ და ეს ერთგვარ უსამართლოდ ოკეთებენ. მე კიდევ ვამბობ, მე არ ვამბობ იმას, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის, მაგრამ როდესაც ასეთი გადაცემები კეთდება, ჩაწერები კეთდება მიზანმიმართული პოლიციელების მიმართ, დაუმორჩილებლობა, მათ მიმართ უხეში მოპყრობა, იქით ბოდიში ცოტა ისეთ კუჩურ ტერმინს გამოვიყენებ, საქმეების გარჩევა, დაუმორჩილებლობა და პოლიციელი არ გამოდის წონასწორობიდან და ასე ვთქვათ ძალიან მობიერად
ემხრობა ეს რა თქმა უნდა რა მიზანს ემსახურება. ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოების შეიქმნას ისეთი განცდა, ისეთი აღქმა, რომ პოლიცია არის არაქმედუნარიანი. შემდეგ ამას მოხდება ახლა ხო ყველა ვეცნობით მეტნაკლებად სოციალურ ქსელებს. აბა მე ჩავიდუნო თუ მაპატიებენ. ვინ წერს ამას? მე ჩავიდუნო თუ მაპატიებენ. ძირითადად ხელისუფლების მომხრეები. ეს ფაქტორიც არის, თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, რა თქმა უნდა. ეს არის ერთგვარი ფონი არაკრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებისა, რომელიც არის, არამედ გაშუქებადობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ გვახსოვს იგივე ის თემები, რომლებიც იყო გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ფეხბურთელის გვარი დამავიწყა, რომელიც ძალიან აჟიტირებული იყო, ხო მეგობრება ერთმანეთში ვერ გაერკვნენ ასვანები იყო შაქარაშვილის ამბავს. შაქარაშვილი ბატონო მე ვინმე კრიმინალი ბატონმა გვარამიან ვინმე კრიმინალი არ ვიცი მე ვერ დავარღვე უდანაშაულობის პრეზუმფციას და ვერც კრიმინალს უწოდებ უბრალოდ მათი ნათქვამიდან ბერას მეგობარი კაწრო არ ვიცი ვინ არის კაწრო ან ბერას მეგობარია თუ არა კრიმინალია თუ არა და შემდეგ ეს კაწრო ფიგურირებს უკვე რა ინტერესი უნდა ქონოდა ხა 20 წლის ბიჭთან კაწროს და რატომ უნდა ქონოდა ან რა შუაში იყო საერთოდ პოლიტიკური ნიშნული და რატომ თვითონ არ იყო შუაში რა რაიმე დამადასტურებელი საბუთი არანაირი უბრალოდ სადღაც კაწროს იმას კაწრო ყოფილიყო სამთო ქიმიის თუ სამინისტროს დიდუბეში ჯანდაცვის სამინისტრო შენობასთან ღამით ვიღაცამ დააფიქსირა რომ როდესაც ეს ყმაწვილები მოდიოდნენ იქ თურმე იმავე პერიოდში ყოფილა კაწრო აი რატო ვამბობ ამას მე არ ვამბობ რომ იდეალურად არის ყველაფერი მაგრამ ეს გაშუქებადობა მოსახლეობის მხრიდან აღქმადობა რა თქმა უნდა ძალიან მძიმე ფაქტია როდესაც ადამიანი გვარს არ დავასახელებ ყველა მეთით გორელი ადამიანი კლავს თავის ბიზნეს პარტნიორს შვილს ჯერ შვილის თანდასრებით და მერე ამას არანაირი გამართლება არ აქვს რა თქმა უნდა ხელისუფლების პასუხის მაგრამ პასუხისმგებლობა რაში გამოიხატება იმაში რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი იურისტები ვართ აგერ ბატონი ვასილი ჩემი ოპონენტი და თქვენს მომავალი იურისტი ხართ სხვათა შორის სადიპლომო ნაშრომი სასჯელის მიზნებზე მაქვს დაწერილი სასჯელის მიზანი არის კერძო პრევენცია და ზოგადი პრევენცია ანუ როდესაც ადამიანი იღებს დამსახურებულ სასჯელს და ამ შემთხვევაში პრევენცია ხდება მის მიმართაც და საზოგადოებას უჩნდება განცდა რომ იგივე რომ ჩაიდინოს იგივე სასჯელს მიიღებს მაგრამ კიდევ ვამბობ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს უსამართლობის განცდა ბატონი ვასილი შეეხო და ამას გვერდსვერაული 50 პოლიტპატიმარი და ეს რა თქმა უნდა არის სუბიექტური მიდგომა ოპოზიციის მხრიდან პოლიტპატიმარი ცოტა ისეთი მომენტია მე ერთ რამეს ვიტყვი და რატომ არ არიან ეს ადამიანები მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდები არიან ძირითადად იქ არიან ცოტა ასაკშესული ხალხის რომელსაც ასე ვთქვათ მასობრივი არეულობის ერთ-ერთი გორელიც არის ორგანიზება ედება ბრალად და არიან ახალგაზრდები ჩვენ ხო ყველანი უყურებთ მე არ ვიცი მე ხელს არ დავადებ მით უმეტეს განაჩენები ჯერ არ არის დამდგარი ამ ახალგაზრდებს და ვერ ვიტყვი რომ მათი ჩადენილია მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი ისე რომ არც კორექტულობას დავარღვევ არც უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს დავარღვევ ერთად ჩვენ ხო ყველანი უყურებდით რა ხდებოდა პარლამენტის შენობასთან ფაქტებია ათეულობით პოლიციები არის დაზიანებული ზოგმა ისეთი დაზიანება ერთმა მხედველობა დაკარგა თუმცა ასევე არიან დაზიანებული აქციის მონაწილეები რა თქმა უნდა მაგრამ მე მგონი პოლიცია არ მიუვარდა მათ და პოლიციას არ დაუწყია შტურმი ამ ადამიანების დღესაც სტარდება აქციები საკმაოდ ისეთი ხმაურიანი და კანონდარღვევებითაც ხორციელდება გზების გადაკეტვა 20-30-40 ადამიანის მხრიდან მაგრამ მათ მიმართ ძალადობის ძალის გამოყენება არ მე არ ვამბობ რომ პოლიცია იქ იყო ფაქტები რა თქმა უნდა პოლიციის მხრიდან მაგრამ ხო ფაქტია იქ პეტარდების სროლა იგივე ქვების სროლა რკინის საგნების სროლა და რატომ
ისევ და ისევ ახმადობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციურად განწყობილი უკმაყოფილო ადამიანების ასე ვთქვათ, ახმაზე საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ პოლიციელები. აქვე ვიტყვი, რომ პოლიციელები ტელევიზიები, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ხელში არსებული ტელევიზიები გარკვეული ეფექტი აქვთ, თუმცა საზოგადოებას ეს ახმა პირიქით კიდევ ამბობ, როდესაც გადაიცემა ფაქტი, რომელიც პოლიციის მიმართ რბილად რო ვთქვათ, არაკორექტულ დამოკიდებულებას შეიცავს და ეს ძირითადად გამიზნულია ხელისუფლების ოცნების მომხრეების განწყობებზე, რათა მან თქვას, მე რომ იგივე ჩავიდინო, მე დამსჯიან და არ სჯიან ამ ადამიანს. ეს ყველაფერი არის შეგნებულად გაკეთებული და რისი თქმა მინდა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ანუ დაახდებით იმას, რომ ეს კანონდარღვევები, ასე დავარქვათ, დანაშაულს არ დავარქვათ, მე ვიღაცამ ჩაიდინა. ეს ადამიანები არიან თუ არა, ეს მეორე საკითხია. მაგრამ ერთ რამის ვიტყვი, არც ერთი ამ ადამიანებიდან, მათ შორის არც ანდრო, აი ყველაზე ცნობილი არის ანდრო ჭიჭინაძე, მსახიობი, საკმაოდ ცნობილი მსახიობი, ძალიან ბევრ რუსულ სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებიდანაც უმრავლესობა კი არა, ყველა 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ არის გადაღებული, ეს ისე გადახვევისთვის და არც ერთი არ არის პოლიტიკური ფიგურა. რა ინტერესი უნდა ქონოდა ხელისუფლებას, კიდევ შეიძლება ვიღაცის მიმართ შესაძლებლობა მოხდა, ამას სასამართლო დაადგენს. შეიძლება ვიღაცის იდენტიფიცირებაში არასწორად მოხდა დაუშვათ ამან ჩაიდინა სხვა. მაგრამ არც ერთი ეს ფიგურა, ეს ადამიანი პოლიტიკური ფიგურა არ არის, რომ პოლიტიკური ინტერესი ყოფილიყო, დაუშვათ იგივე ჭიჭინაძის დაკავებისად ხელისუფლებას უარისთვის არაფერში არ სჭირდება ცნობილი მსახიობის დაკავება, არაფერში. უბრალოდ არის კანონდარღვევა სახეზე, პროკურატურას ჩემის აზრით აქვს საკმარისი მტკიცებულებები, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ეს მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, გამართლებელი განაჩენიც დადგება, თუმცა მე ეჭვმეპარება. და ამ თემას აი რა საკითხით ამოვწურო. როდესაც გამოიცა ბრძანება და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება და როგორც მახსოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც როგორც მახსოვს უკვე ასახვა პოვა ნიღბების გამოყენება. რაში სჭირდებათ ნიღბები? რატომ? იმიტომ რომ იდენტიფიცირება არ მოხდეს და შემდეგ კანონდარღვევის ჩამდენი პირის მიმართ ყოველთვის სხვა ახსნა ამას არ აქვს. ნიღაბს ატარებს ადამიანი, რომელიც კეტავს გზას, დღეს პოლიციელებზე თავდასხმა აღარ ხდება საბედნიეროდ. ალბათ ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო, რაც პეტარდების ამოღებას და სხვადასხვა ასე ვთქვათ საბრძოლო ნივთიერების არალეტალურს რომ ეძახიან და სინამდვილეში ყველანაირი ევროპული და ამერიკული სტანდარტით ლეტალურად ითვლება პიროტექნიკა. მე ვამბობ ევროპული და ამერიკული სტანდარტებით და ახმადობა უნდა იყოს ასეთი. დააკავეს ადამიანი, ნიღაბი ყველას ეკეთა, ნიღბიანებში ვერ გაარჩევ, პოლიცია არჩევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალს არ წაუყენოს პროკურატურა. და ყოველივე ეს არის იმ ახმადობის შექმნის მიზანი და უკმაყოფილების გამოწვევის საზოგადოებაში და მათ შორის კიდევ ამ ოცნების მომხრეებშიც, რომლებიც უკმაყოფილოები არიან იმით, რომ შერჩევითად ხდება და გაცილებით მეტი თავზე ხელის გადასმა ხდება ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ, ვიდრე რიგითი ადამიანების მიმართ. გარკვეულწილად თვალების დახუჭვა ხდება ხოლმე, რადგან პოლიტიკური ნიშანი არ დაედოს, მაგრამ ერთი რაღაც თქმა მინდა ჩემი სამართლით სახელმწიფო მხარად დგას ის ხარვეზები, რომლებიც არის, რა თქმა უნდა, შესაბამისი ორგანოები ამას მუშაობენ. კანონიერებას. მე ვიცი პოლიციელების განწყობა ხა ისინი მაქვს.
ისინი არ არიან პოლიტიზირებული. მე არ ვამბობ დაუშვათ მაღალი შრომათა მე არ მაქვს მე კავშირი, მაგრამ ეს საშუალო რგოლი დაუშვათ 100 მეთაური, 20 მეთაური ოპერატიული მუშაკი არანაირი განწყობა პოლიტიზირებისა რომ მაინც და მაინც ის ნაციონალია, ის ნაციონალების აქციაზე, ბევრი ნაციონალი არა ვარ. ხო, არა, წყალებში იმიტომ არა მე საზოგადოების განწყობას ვარ. იმიტომ ხო, საზოგადოების განწყობაზე ვილაპარაკეთ. მხარად რატომ დგას? იმიტომ რომ ეს ადამიანები ძირითადად რა თქმა უნდა, მომართულები არიან საზოგადოებრივი მარცხწესრიგის და სახელმწიფოს დაცვისაკენ. მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური განწყობა აქვს ამა თუ იმ პოტენციურ დამორღვევ პირს. საკმაოდ შემართულები არიან, საკმაოდ მომზადებულები არიან. რა თქმა უნდა, იყო რაღაც ისეთი ფაქტები, რომლებიც არ უნდა მომხდარიყო, რა თქმა უნდა, ძალის გადამეტების გადაცნობა, როგორც ბატონო ვასილიმ თქვა, კი ბატონო. მაგრამ ეს უფრო სახელმწიფოს ძალადობის ნიშნულზე ვერ მიუთითებს. ანუ რაღაცეებზე მართლა ხდება რა. გზის გადაკეტვა არ შეიძლება, აკრძალულია. კეტავენ, პოლიცია მოუწოდებს, პოლიციის მოწოდებას არ ემორჩილებიან, მაგრამ ის ხელისუფლება, ამ შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლება არ მთელი ეს სასამართლო დამცავი სისტემა, მაინც უფრო მობიერებისკენ არის მომართული და თავისი მოსახლეობის მიმართ მეტ მობიერებას იჩენს, ვიდრე შეიძლება გამოყენებული იყო თუნდაც ყველაზე მაღალი სტანდარტის მქონე ევროპულ ქვეყნებში, რომლისკენაც მისწრაფება ყველას გვაქვს ერთეულების გარდა. ბატონო გენდა, თქვენ შეიძლება რამდენიმე მას შევეხო, მოკლედ რაც შეეხება სასამართლო სისტემას, მაშინ თუ იყო განცდა ტოტალური კონტროლის 2012 წლამდე, აბსოლუტურად ტოტალური კონტროლის განცდა იყო კი ბატონო საზოგადოებაში, ტოტალურად კონტროლდებოდა სასამართლო. დღეს არის განსხვავება ის, რომ თქვა ტოტალურად თუ არ კონტროლდება კონკრეტულად დაინტერესებულ საქმეებზე, მაგალითად არიან კონკრეტული მოსამართლეები, რომლებზეც იციან, რომ რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს და რაც არ უნდა უცნაური იყოს საზოგადოება საერთოდ რო არ იცნობს კონკრეტულ საქმეს, იციან წინასწარ რაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და ეს საქმეები უკვე იმას ზემეთყველებს, რომ მაგალითად კონტროლდება ტოტალურად თუ არა საინტერესო საქმეებზე მოსამართლეები და მოვიყვან ერთ ჩემ მაგალითს, მაშინდელი მაგალითი იყო ჩემი ოჯახზე მართლა საოცრად ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს და მე სტრასბურგში წავიდა საქმე, თუმცა შემდეგ შეიცვალა ხელისუფლება და რაღაცები ასე ვთქვათ აქვე პედაგოგებიდან გაათავისუფლეს ჩემი და მოკლედ და შემდეგ შესთავაზეს ადგილი და ასე შემდეგ, თუმცა დღესდღეობით ჩემზე მოვიყვან ისევ მაგალითს, რომ 2 წლის წინ ფრაქციის შექმნა გადავწყვიტეთ და ლელოსთან ერთად და მოკლედ საკრებულო არ დაგვიჭირა მხარი აუხსნელი მიზეზის გამო ეხლა იქ კანონით ასე და ასე შემდეგ მოიყვანეს, მაგრამ კანონ კონსტიტუცია და ასე შემდეგ შეუსაბამო იყო, რაც მოიყვანეს მაგალითები, თუმცა მაგას დავანებოთ თავი სასამართლოში შევიდა კონკრეტულად სარჩელი ჩვენი მხრიდან. 5 თვეში იყო მაქსიმუმი ვადა რომ დაეწყო განხილვა და აგერ 2 წელი გადის და ჩვენ საკრებულოში ვადა გვეწურება, ასე ვთქვათ, ოქტომბერში, ნოემბერში, ასე ვთქვათ და არ განხილულა ეს ჩვენი საქმე. ამასთან რაც შეეხება მეორე იმას, რომ კონკრეტულად ჭიჭინაძის საქმე, ჭიჭინაძე მე მახსოვს არც ნიღბით იყო, ეხლა რუსულ ფილმში გამოდიოდა, რაშინარსის ფილმი იყო და ეგ სხვა პოლიტიზება რო ხდება მაგითო თქვი. ხო და ის ქმედებასა და მის პოლიტიკურ შეხედულებებს შევეხები ჭიჭინაძეს. ანუ ამ შემთხვევაში ჭიჭინაძე მე როგორც ვიცი კარტინაც გასაჯუროა, როგორც აქციის მონაწილეებს ამშვიდებს, ისე ამშვიდებს იმას, რა ქვია, სპეცრაზმელებს. მე არანაირად არ დავეთანხმები იმას, რომ თქვათ პოლიციელის უფლებაც უნდა იყოს დაცული და სპეცრაზმელის უფლებაც უნდა იყოს დაცული და რა თქმა უნდა სახელმწიფო ინტერესია და საზოგადოების ინტერესი, ვინც დანაშაულს ჩაიდეს, უნდა დაისაჯოს. ამას არანაირი ასე ვთქვათ ის არ უნდა
კამათი და რაღაცა განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, გამართლებები, თუმცა მე ვიძახე ვთქვათ, იმდენად დიდია ყურადღება ამ საქმეებზე, რომ უნდა დაინახოს საზოგადოებამ, რომ ნამდვილად თქვა დამნაშავეები არიან და ამ ეტაპზე მე ვერაფერი დავინახე მაგალითად პირობულად მე მართლა მაინტერესებს მაგრამ ერთ ერთი ფაქტი ვერ დავინახე რომ იმათმა კონკრეტულად რამე დააშავეს ამავე დროს არ შეეხება ნიღაბს ნიღაბი ასევე არანაირი სანომრე ნიშნები არ აქვს არანაირი სპეცრაზმელებს უბრალოდ ნიღაბი უკეთიათ და იმათი იდენტიფიცირება შეუძლებელია ავიღოთ TV პირველის პირდაპირ ეთერი სადაც პირდაპირ დაესხნენ თავს და დღემდე გამოუძიებელია ეს საქმე იმიტომ რომ მარტივი მაგალითი შეიძლება ეს რატო დათარეშობს ეს თუ თქვათ სამართალდამცავები არ არიან ხო რატო მოხდა იმიტომ რომ აქაც ორმაგი სტანდარტი იკვეთება მოკლედ რო თქვათ ამავე ტელევიზიებზე ვიტყვი ჩვენი პარტია ზუსტად ვიცი რომ არც ერთ ტელევიზიას არ აკონტროლებს აი ზუსტად ვიცი და მაგრამ არის თქვათ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები ასევე სახელმწიფო განწყობილი ტელევიზიებია და ასე რომ ჩვენი პარტია ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ არც ერთ ტელევიზიას არ ვაკონტროლებ და არანაირი გავლენა არ გვაქვს არც ერთ ტელევიზიაზე აი პატარა რეპლიკის სახით თემა მოიხსნა ერთ საკითხს გავიხსენებ ძალიან მოკლედ უშუალოდ პარტია გახარია საქართველოსთვის საკმაოდ ცნობილ პირებს ეხება ვინაობას არ დავასახელებ წინასაარჩევნოდ მათ ჩემთან შემოვიდა მასალა მე ვიყავი უკვე რამდენიმე არჩევნებზე ქართული ოცნების წარმომადგენელი როგორც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ვარ საოლქო საარჩევნო კომისიაში უშუალოდ მეხება ეს საკითხები შემოვიდა ორი არარიგითი პირების საკმაოდ ცნობილი ადამიანების არ დავასახელებ უბრალოდ მაგალითისთვის ვამბობ ამას მათი მხილება არ ხლა ჩემ მიზანს არ წარმოადგენს რომლებიც ოცნების კონკრეტულ გორის ტერიტორიაზე ოცნების პლაკატებს ზემოდან აკრავენ გახარია საქართველოსთვის პარტიის პლაკატებს და ამას თვითონ ავრცელებენ თავიანთ გვერდებზე ამაყად დგანან არ მალავენ საკუთარ გვერდებზე ავრცელებენ ну შემოვიდა ეს ინფორმაცია ადგილიც დავაზუსტეთ სადაც შეიძლება ყოფილიყო მე როგორც ამ შემთხვევაში იქ საჩივრები იწერება როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარის სახელზე ისე მერის სახელზე ამ შემთხვევაში მერის კომპეტენციაში შედიოდა საჩივარი დავწერე ფოტომასალა ავიღე ფოტომასალის წყარო მიუთითე პიროვნებები მიუთითე ცნობილი პიროვნებები არიან რიგითი პიროვნებები არ არიან პარტია საქართველოს არ ვიცი ახლა ამ დასრულმა ხალხმა რატომ მიკადრა ეს თან ამაყობდნენ შევიტანე მერიაში საჩივარი უკვე მერის მოვალეობის შემსრულებელი უკვე ბატონი სიმონ გულედანი იყო რადგან ლოდოხინ ჩეგაშვილს უკვე შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება როგორც დეპუტატობის კანდიდატს, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატს და საჩივარი არ დამიკმაყოფილდა. რატომ? რა თქმა უნდა, უკმაყოფილო დარჩი. მაგრამ სამართლებრივ კუთხეზე ვამბობ. თავისუფლად შეიძლება დაეკმაყოფილებინა დაიჯარიმებინა ეს ადამიანები. შეიძლება ამ ადამიანებმა არც იციან. შეეძლო როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს გამოეძახა და დეტალების გამოეკითხა, მაგრამ ვალდებულება არ ჰქონდა და თავი შეიკავეს. ისევ და ისევ სამართლებრივ მიდგომაზე და ერთგვაროვან სამართლებრივ მიდგომებზე ვლაპარაკობ. არ დამეკმაყოფილა, იმიტომ რომ ვინაობები იდენტიფიცირებული იყო, მაგრამ იმისათვის რომ ადმინისტრაციული აქტი გამოვიდეს, საჭიროა კონკრეტული დროის მითითება იმ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით და რადგან დროს ვერ უთითებდით, მაგიტო საჩივარი არ დამიკმაყოფილდა. აი ასეთი მიდგომებია. ერთი მხრივ რა თქმა უნდა უკმაყოფილი დარჩი რომ საჩივარი არ დამიკმაყოფილდა და მეორე მხრივ უკმაყოფილი დარჩი იმით რომ პოლიტიკური ნიშნულის მიუხედავად იმისა რომ
ქართული ოცნების წარმომადგენელი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო პოლიტიკური ნიშნულის გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება და ქართული ოცნების დამსახურება ზუსტად ეს არის, რომ მაქსიმალურად ცდილობს პოლიტიკურ ნიშნულზე მაღლა სახელმწიფოებრივი ინტერესები დააყენოს. კიდევ ამ მხაროზები არის, მაგრამ მე მგონია რომ წინ მივდივართ ამ კუთხით. ბატონო, არ ვიცი, მოკლედ გავახსენდე. ჩვენ რეკლამისტებად მაგაზე არ ვიცი. მე რაც არ ვიცი, ვერ შეგეკამათებით, თუმცა ერთი პიროვნული, იმიტომ კი არ დავასახელო. უბრალოდ ეხლა პიროვნულებში არ არის საქმე, განზოგადებულად თქვით, ეხლა მათგან არ მახსენდება, ამბობდნენ ის რა ქვია, მე მგონი ერთ-ერთმა გაავრცელა თუ არ ვცდები, თვითონ აჩვენებდა, ეგ არ მახსოვს რომ ზედ გადაკრა, მაგრამ გორში ქარელში მსგავსი აჩვენებდა, რომ აი ნახეთ მეგობრებო, ამ წუთშიო გავაკარითო და ზედ იყო პირიქით ქართული ოცნების პლაკატები გადაკრული. მე ეგ მახსენდება. რაც შეეხება აი ძალიან მომეწონა უდანაშაულობის პრეზუმპცია რო ახსენეთ, თუმცა ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები ჩვეულებრივად დამნაშავეები, კრიმინალები და შეურაცხყოფენ ხოლმე თუნდაც ამ პოლიტპატიმრებს, თუნდაც აქციის მონაწილეებს და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ არ იცავენ უდანაშაულობის პრეზუმპციას. ხო და ეგ არის მიუღებელი ჩემი აზრით. ხო და რაც შეეხება აი გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით, ეხლა ვთქვათ, იქ ხალხის რაოდენობა და ეგ დეტალებში რომ არ შევიდეთ, არაადეკვატური ჯარიმებია ჩემი აზრით. 5,000 ლარი პრაქტიკულად მართლა სისხლის სამართლის დანაშაულს უტოლდება. თუმცა დანარჩენი და რაც შეეხება კიდე აი მაგალითად წინასაარჩევნო გარემოს და ეს თემა არ არის, თორე ეხლა რა გარემო იყო ჩვენთან და როგორი იყო, ძალიან ღრმა დეტალებში შევალ და ამიტომ რადგან თემა არ არის, თავ შევიკავებ. დიახ, კი ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიციაც. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დაბრუნდით პირდაპირ ჩვენ გადაცემის სტუმრები არიან ქართული ოცნების წევრი გელა მამუკაშვილი, პარტია გახარია საქართველოსთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვასილ ბაქრაძე. ბატონო გელა, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ პოლიციამ ნდობა დაკარგა. უნდობლობა, თქვენ როგორ შეაფასებით ამას? მაგრამ სანამ უშუალოდ თქვენ შეფასებას მოვისმენდეთ, ნახოთ თუ რას ფიქრობს ხალხი ამასთან დაკავშირებით. ეგ დიდი ხანია მომეტებულია. მაგრამ ამ თავრობას რო კითხო, ყველაფერი არც კრიმინალია, ყველაფერი კარგად არის. ეკონომიკას დუხს საქართველოში, არაფერი პრობლემა არ არის ამათი აზრით. როგორ არ მოიმატა? აი რამდენად ხშირად გესმით შოურუმის შესაძლებლობა კონკრეტულად რასახსენებია? მე დღე არ გავა, იმანის მოკლა, როგორ არ მესმის შილო. მაგაზე მეტი არაფერი არ მესმის და უკვე დასტრესილი ვარ მე თვითონაც. აღარ მინდა აღარც ტელევიზორის ჩართვა, აღარც ინტერნეტში შესვლა. ამის მეტი არაფერი არ იწერება და არაფერს არ გისმენ. კარგი არაფერი არ ხდება, თორე ცუდი ძალიან ბევრი რამე ხდება. მომატებული არ არის შულობა. მომატებული. აი ხშირად გესმით ხელმოკლება მოხდა? მე ვარათქო ტელევიზორში არის მის. ალბათ მოიმატა, რა ვიცი, ახლა კურსი მოხდა. ალბათ. რა, ხანდინა კუდევა ხანდინა. კი. აი რას უკავშირებთ კრიმინალისტობას? მე ვიცი. ხალხს ალბათ უნდა ბევრი რო იშოვოს და ვერ აშოვო. და გადაგიანო ყველა გაბრაზებულია, განერვიულია. ალბათ მაგას არ არის მეტი რა. მართლა დაკავშირებით გასაკუთრებით მომატებულია ძალიან. ყელებსაც ჭრიან ახალგაზრდა ბავშვებსაც, ბიჭებს. საცა გაიხედავს თუ მკვლელობა. ის მოკლეს, იმას ყელი გამოშრეს და ეს არის მთავრობა? ივანიშვილის მთავრობა. ჩვენი აზრით ხელისუფლებას უნდას თუ არა მართლაც კრიმინალს. აბა რასაც უნდა, თავიანთი ბერებზე უნდა ეშულა. რასაც უნდა. ხალხზე რო ზრუნავდნენ, ყოლელობები კი არ იქნება. ქართული პოლიციის მუშაობას როგორ შეაფასებთ საქართველოში? არც პოლიცია არ მოქმედებს ისე როგორც საჭიროა. არც პოლიცია. მათთან დაკავშირებით ხაზები. კრიმინალ გაუარეს და მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა. თქვენ აწყვეტილი მდგომარეობა, ცუდი.
რომელ კრიმინალურ შემთხვევებს ნებისმიერი კრიმინალური ნებისმიერი აი რო იტყვენ არ შეიძლება კატეგორიურად დაყოფა უკვე ნებისმიერი აწყვეტილია მე აზრით ხელისუფლებას თვითონ თუ არა მე ნაკლებად არა იმიტომ თავრობაზე ბევრია დამოკიდებული არა ვერ უყურებ ქართული პოლიციის მუშაობას როგორ შეაფასებთ ნაკლებად მუშაობს მაგრამ კრიმინალური ძალიან აწყვეტილია ნაკლებად მუშაობს კი მაგას ვერ ვიტყვი მაგრამ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებულია არა მგონია რატომ არ გონიათ აი ამიტომ წესრიგია ხო რაღაცა ზრდილია თუ არა კრიმინალი საქართველოში მარა გრძილია რა თქმა უნდა რა კუთხით ხედავთ აბა ჩვენი მასკვა პერიოდს პრიცა მაქსამცე ერთი კაცის ხელშია ყველაფერი რა კარგიც რა აი მე მივდივარ ამ ქვეყნებს ხერა გეშველება მაგის ხელში რა კუთხით არის გაზრდილი კრიმინალი გაიხედამ ჩემ კოლელობებია და მარა არის კაცო აი უფროს კოლელობები ქურდება და რა მე ნაკლებად არის მაგრამ ეს კოლელობები კაცო ხელისუფლება ცდილობს თუ არა რომ მოაყაროს ეს პრობლემა როგორც ყველაფერსაც ცდილობს ისე მაგასაც ცდილობს პოლიციის მიმართნდობა რამდენად მაღალია საზოგადოებაში ყველას ვფიქრობთ ბოლო დროს ძალიან დაბალი როგორ შეაფასებთ მათ მუშაობას რა თქმა უნდა ვარყოფისად აცხადებს შულო ტელევიზორში და აბა რა გითხრათ ჩემო კარგო ანუ მომატებულია რა ბატონო კრიმინალთან დაკავშირებით რა ვთქვით გაზრდილია თუ არა მარა არ არის პატიპუდა თაკრავე ხალხს თბილისში ბესპრიჯელი რომ მიდის ერატყობს შულო ახალგაზრდა კაცი ხარ ხელისუფლების ქმედებებს როგორ შეაფასებთ 0 ხალხო მომატებულია თუ არა საქართველოში კრიმინალი მომატებულია ძალიან მომატებულია რა ვფიქრობთ რა არის მომატებული კრიმინალის ამბავში აი გორში რომ მოხდა ეხლა ჩემ ზარავინ კვლელობა ხო აი ეგარ უნდა მომხდარიყო და სხვაგანაც ცხადებენ რომ ხოცავენ ხალხი ერთმანეთს იმიტომ რომ გაჭირვება უბედურება მხარს ტვინი გადაუბრუნა და ხოცავენ ერთმანეთს თქვენი აზრით ხელისუფლება ცდილობს თუ არა რომ აღმოჩნდეს კრიმინალს არა ხალხი ეჯავრება ჩვენაირი ხალხი აი რომ მიხვიდე მიღებაზე მთავრობაში დავწერე რომ მივეღე ან ქალაქის მერს ან გუბერნატორს არაფერი ძაღლად არ გაგდებენ არის თუ არა პოლიციის მიმართულება? არავითარ შემთხვევაში კრიმინალები თვითონ ეგენი არიან. დიახ, აი ამ ფონზე როდესაც ხალხი ამბობს, რომ პოლიციის ნდობა აღარ აქვთ მათ, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? საერთოდ ხალხი ნიგითი ადამიანი. ხო, დარწმუნებული ვარ ამ წარმოდგენილ კადრებში შერჩევით არ მომხდარა და ძებნა კონკრეტულად პოლიციის მიმართ უკმაყოფილო ადამიანების. რიგითი ადამიანი დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც სიტყვის თავისუფლებაა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, თქვენ წარმოვიდგინეთ სასამართლოს მიმართაც და ზოგადად ხელისუფლების მიმართაც. მე არ ვარ პოლიტიკურად ანგაჟირებულები, ისინი იტყვიან, თუმცა ამ კადრებში ისინიც იქნებიან, რა თქმა უნდა. გარკვეულ წილად პროცენტებს ვერ დავით. ყოველთვის გამოხატავს უკმაყოფილებას, რადგან უნდა უკეთესი. ეს რაზე მეტყოლებს? პირველი იმაზე, რომ ხარვეზები რა თქმა უნდა არის, მეორე იმაზე, რაც უკვე ვილაპარაკეთ, რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ტელევიზიები გარკვეულ ფონს ქმნიან და გარკვეულ წილად შედეგსაც აღწევენ. სოციალურ ქსელებში შეგნებულად მიზანმიმართულად ხდება პოლიციის და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების დემონიზება. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბევრ რაღაცით მეც უკმაყოფილო ვარ, ბევრი გადაწყვეტილებით განაჩენით, ზოგჯერ ძალიან გულაცრუებული ყოფილი ვარ, მაგრამ მე ამისთვის მაქვს კალამი და ფურცელი, კომპიუტერის კლავიატურა და ვასაჩივრებ იმის რწმენით, რომ გამოსწორდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებების ყოფილა ესეთი შემთხვევები. მაგრამ და მესამე ქვეყანაში
რას ნიშნავს ეს? ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოება სიტყვის თავისუფლებისათვის არავის არ დევნიან, თუნდაც ეს თავისუფლად გამოხატული აზრი იყოს არასწორი. კიდევ მეორე, რა თქმა უნდა, პოლიციის მიმართ, როდესაც ადამიანის გლავს, როდესაც იწვის დიდი სავაჭრო ცენტრი და ადამიანებს ეწვით თავისი წლობით ნაგროვები ქონება, ხო, ფაქტიურად ფული იქ ჩადეს და ეს ყველაფერი გადაიცემა. ბუნებრივია პოლიციის არაეფექტურობაზე ადამიანის გონებაში იგრძნობა, თუმცა ცეცხლის საკიდება ყველაზე ადვილია, ყველაზე ასე ვთქვათ, ამაზრზენი კრიმინალი, ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი კრიმინალი ეს არის თუ შეგნებულად მოხდა ამის საკიდება, ცეცხლის საკიდება. ბუნებრივია, რომ ადამიანებს ეს განცდა უჩნდებათ. მე არ მინდა წინა ხელისუფლებასთან საერთოდ რა შედარებაზეა ლაპარაკი, მაშინ რატო უნდა შევედაროთ საერთოდ, როცა როგორც სადა დედამიწა ისია და რადგან იმაზე უკეთესი ვარ, ესე იგი კარგი ვარ. არა, იმაზე უკეთესი ვარ, მაგრამ შეიძლება უკეთესი ვიყო, ამაზეა ლაპარაკი. აი მაგალითისთვის ვიტყვი რა, ეხლა ცოტა სუნთქვის პრობლემები მაქვს და ვიყავი პატიმარს ველოდებოდი საფხრობილეში, მე გლდანის მერვე საფხრობილეში და დიდხანს როცა გაგზელდა ჰაერი გამოღებული ფანჯარასთან მივედი იქ, ცუდი ეს არ არის ახლა ესეთი ჰაერი რომ მეთქი. ხო და ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი და დამედგა გვერდით. რომელიც ადვოკატთან უნდა შესულიყო. დამედგა გვერდით, არ შეიძლება მან დგომაო იმართავენ. ეს პოლიციელები არ არიან იქში და ინტენსიური სამსახურის თანამშრომელი. არ შეიძლება გამოდიოდა. ამ ბიჭმა იმის მაგივრად რომ პატიმარმა ახალგაზრდა ბიჭი იყო. დაუშვათ რომ ცოტა ხანი გავჩერდები რა ჰაერი. აუ გამანებითო თავიო რა ძალიან უხეშად მიმართა და აი არ გავოცებულო ბუნებრივად მივიღე რომ კარგიო რამდენ ხანსაც გინდა იდექი უბრალოდ აგვიხსენიო თუ რატომ მიხვედიო მანდო და იმ წლებში კიდევ ამბობ მე არ ვამბობ რომ იმაზე უკეთესი იმ წლებში უბრალოდ კედელთან ცხვირი მიდე გვერდზე რომ გაეხედათ იმ დაუშვათ ადვოკატის გამომძიებლის მოლოდის სპეციალურ ოთახში ეგრევე ზურგზე ჩვენი თანდასწრებით და ჩვენის გარეშე რა იქნებოდა ეგრეთ წოდებული დუბინკა ხელკეთი ქონდა გადაჭერილი და ამას რატო ვამბობ ის რომ ასე მობიერად ეპყრობა ეს რა თქმა უნდა უკეთესი კი არა გაცილებით უკეთესია მაგრამ ეს მეტყოლებს იმაზე რომ ადამიანს აქვს თავისი პოზიციის თუნდაც არასწორი თუნდაც არამართებული თუნდაც ანგაჟირებული პოზიციის გამოხატულება და ჩემის აზრით დიახაც სწორია საზოგადოებას ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს პოლიციის მუშაობისადმი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ პოლიცია ცუდად მუშაობს ბევრი ხარვეზებია ამას ვერავინ ვერ მასწავლის მაგრამ არის მოთხოვნები გაცილებით დიდი ეს ისევ და ისევ დემოკრატიზაციის შედეგია ბატონო ვასილი რამდენად სამართლიანია დღეს სასამართლო სასამართლოზე ვისაუბრე უკვე და მაგას გეუბნებით არის ჩემი აღქმით და ჩემი აზრით არის თქვათ საკითხები რომელიც როცა გადაიკვეთება თქვათ ქართული ოცნების ხელისუფლების ინტერესები ამ შემთხვევაში არის კონკრეტული მოსამართლეები და კონტროლირებადი მაგრამ არის საკითხები სადაც ამათი ინტერესები არ არის ცდილობენ იყოს სამართლიანი მაგრამ სადაც უკვე ამათი ინტერესები იკვეთება ან მათთან დაკავშირებული პირებისა ამ შემთხვევაში უკვე გავლენა იგრძნობა ასე ვთქვათ რომ არის ჩავარდნა და ერთ რეპლიკას გავაკეთებ რაც ისევ და ისევ ჩემი გორის სასამართლო პრაქტიკაზე ვამბობ უშუალო მეც შეხება მაქვს ან თუ უშუალო შეხება არ მაქვს არაპირდაპირი შეხება მაინც მაქვს იმიტომ რომ გავდივართ ხოლმე ამ საკითხებს სასამართლოს რამდენიმე ადამიანმა მიმართა ძირითადად ასე ვთქვათ ნაციონალური მოხდა საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლება
ამ რამდენიმე წლის წინ, სამნახევარი წლის წინ. პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა, რა თქმა უნდა. იქ ოცნების ხარდამჭერიც იყო, ნეიტრალურიც იყო და რამდენიმე ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სარჩელები შეიტანეს. ოცნების ხარდამჭერებმა არ შეუტანიათ. აი და ყველა სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლოს არ ეხება ამ შემთხვევაში, მაგრამ გამოხატვის თავისუფლებას ეხება, მაგალითად ქარაჯი გაიმართა აქცია. დიახ. სადაც ოქტომბერში ან ნოემბერში და IP-ის თანამშრომელი იყო, იღებდა ამ აქციაზე ერთადერთ მონაწილეობას და შემდეგ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს იაპონიიდან. ანუ და აბსოლუტური აღქმა აქვს, რომ გამოხატვის თავისუფლებისთვის გაათავისუფლეს სამსახურიდან. ეს პრობლემები ჩემი აზრით იჩენს თავს. ეს პრობლემა დღეს მრავლად არის. ეს არის. ბატონო ვასილ, საერთაშორისო ურთიერთობებსაც რომ შევეხოთ, როგორ შეაფასებთ დღეს ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობას? მხოლოდ ამერიკა და საქართველო. თუნდაც ასევე ევროკავშირის. აი აქ არის ჩემი ძალიან დიდი პროტესტი და ჩამოვაყალიბებ ნუ მეგობარი აქტი. დიახ, მეგობარ აქტთან დაკავშირებით, დიახ. ეკითხა რომ შეგიძლიათ კი საუბროთ ამ თემაზე. მოკლედ მე ვიტყვი, ნუ ამ შემთხვევაში კი ბატონო სახელი შეუცვალეს, მაგრამ შინაარსობრივად შევეხები და შემდეგ ევროკავშირსაც შევეხები და საქართველოს. კი ბატონო. აი ამ მეგობარ აქტში ვიტყვი კი ბატონო სახელი შეუცვალეს, მაგრამ მეგრე ვიტყვი, იმიტომ რომ უფრო ვრცელი სახელია. არის აი რა ჩამონათვალი. პირველ რიგში ის რომ შეინიშნება მზარდი გავლენები საქართველოში ისეთი ქვეყნების, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, ირანი. მე პატარა მაგალითს მოვიყვან, ვინ არიან ეს ქვეყნები. რუსეთი ცალსახად ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია, რომელიც დღესაც ცდილობს და მათი საგარეო საქმეთა მინისტრი დადის ქვეყნებში და ცდილობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო გამოაცხადონ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს არის უდიდესი დანაშაული და დღესაც მცოცავ ოკუპაციას ახორციელებს და აგერ ჩვენი რეგიონი ზუსტად ამ ცხელ ხაზზე ვართ და ავტობანიდან ჩანს მათი ბაზები. ჩინეთი ვინ არის? რომელმაც დაიკავა ნეიტრალური პოზიცია გაეროში აფხაზეთის და სამაჩაბლოს ასე ვთქვათ, ცალკე საქართველოს ნაწილად რომ ეცნო და ირანიც, ხო? აქედან და ამავე დროს ამ ქვეყნებთან მიბმული ქვეყნები, ვინც არის ვენესუელა, მცნო, ბელარუსი, ესე მერყევ პოზიციას გამოხატავს. ანუ ამათი მოკავშირეები, ვინც არის საქართველოსთვის, ცალსახად უარყოფითად არიან განწყობილები, ხო? თუ ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო პოლიტიკაში ვინმე მხარს გვიჭერს და ვინ არ აღიარებენ აფხაზეთს და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სუბიექტებად და სახელმწიფოებად და უძლებენ ამ სახელმწიფოების რუსეთის და ასე სხვა სახელმწიფოების ზეწოლას, ეს არის დამსახურება სწორედ ჩვენი პარტნიორების, ამერიკის და ევროპის, რომ არა ისინი, რა თქმა უნდა, რუსეთი მოახერხებდა, რომ არა მათი ინტერესი. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ჩვენი ინტერესები, საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს ინტერესები და ევროპის და ამერიკის ინტერესები ემთხვევა, რატო? მათ უნდა დემოკრატიული საზოგადოება საქართველოში, დემოკრატიული სახელმწიფო, იმიტომ რომ მყარი იყოს ურთიერთობები და ინსტიტუტებით იმართებოდეს სახელმწიფო. ინსტიტუტებით იმართებოდეს სახელმწიფო და პარტნიორული ურთიერთობა არ იყოს ერთ პიროვნებაზე დამოკიდებული. მაგალითად, ერთ პიროვნებას მოუნდება დღეს ამასთან, ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობა, ხვალ შეიძლება აღარ მოუნდეს და იყოს მეორე სახელმწიფოსთან. თუმცა ჩვენ ამით სარგებლობთ. იქ არის კიდე აი ეს ზედაპირული არ არის ეს მეგობარი აქტი. მეგობარ აქტში არის პირდაპირ მოყვანილი მაგალითი იმისა, რომ უნდა შეისწავლოთ თუ არ ვთქვი 5 თვე ეძლევათ ვადა ამერიკის ასე ვთქვათ კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ გამოავლინონ რუსეთის ბაზა, აგენტურის ბაზა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე ვთქვათ ოპოზიციაშიც, ხო? გამოავლინონ და წარადგინონ, რომ რა ბაზა აქვთ ამ განსაკუთრებით რუსული უშიშროების წარმომადგენლები და რა დონის გავლენა აქვს რუსეთს ქართულ საზოგადოებას მართლ წრეებში და ასევე პოლიტიკურ ელიტაში თუ ასე შემდეგ, სამოქალაქო ელიტაში და
მოვიყვან მარტივ მაგალითს ფარცხალაძეზე. ფარცხალაძეზე 2 წლის წინ გვეუბნებოდნენ რომ აგენტია და ოცნების წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ რომ ეს არის სიცრუე, ტყუილი და დღეს დავინახეთ საპატიო ლოჟაში იჯდა. კი, აქვე მინდა შეგეკითხოთ როგორ შეფასებით ასე ვთქვათ, პუტინი მის წინ გაიარა და დარწმუნებული ვარ რუსეთის უდიდესი უმაღლესი თანამდებობის პირები ოცნებობდნენ ამ ლოჟაში მოხვედრას, მაგრამ ვერ მოხვდნენ. წარმოიდგინეთ რამხელა გავლენა და ამერიკამ გამოავლინა აგენტი და პირდაპირ მოგვაწოდა ინფორმაცია ადამიანზე, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობდა დღემდე საქართველოში, ხო? დღეს უჭირთ მათზე ცალსახად ამის თქმა, ხო? და მეტი რაღა მაგალითი გინდა გეორგიევსკის ტრაქტატი და ლენტი და ზის წითელ ბუედანზე და ჩვენი ოკუპანტი ჯარის აღლუმს ესწრება. მარტივი მაგალითი. აგენტები ლოჟაში არ სხედან ბატონობას. ბატონო? აგენტებს ლოჟაში არ სვამენ. აპარატ ამსახურება აქვს ბატონ ფარცხალაძე. ეს კლასიკი. ხო, მე ჩვენი აქმა, მე რა თქმა უნდა თქვენ აქმა. ზოგადად აგენტებს ლოჟაში გვერდით. მე მაგალითად აქმა რომ მან რუსულ სახელმწიფოს გაუწია სამსახური და ამიტომ სემენ პატივს და აგენტს დავარქმევ თუ რა გავლენის აგენტია აბარა არის. მით უმეტეს ამხელა პოზიციებზე იყო და როგორც ეგეც ის არის თუ არ ვწდები მინისტრის ცემა და კონტროლის პალატის თავმჯდომარე იმხელა გავლენებით იყო და პასუხი არავინ აგებინა ხო და აქედან გამომდინარე აგენტს დავარქმევ თუ რა შეიძლება ჩემ აქმაში აგენტია იმიტომ რომ ამტკიცებდნენ რომ არანაირი კავშირი არ აქვს და დამტკიცდა რომ დიდი კავშირი კი არა ძალიან დიდი გავლენაც არის. თქვენ რას ფიქრობთ რა კავშირი აქვს მას რუსეთის დიქტატორთან და რუსულ ხელისუფლებასთან? მარტივ მაგალითს გეტყვით, როდესაც წითელ მოედანს აღლუმს იღებს და საპატიო ლოჟაში ზის ადამიანი და საქართველოში იკავებდა უმაღლეს თანამდებობას და უმაღლეს თანამდებობის პირებზე ქონდა გავლენა, მე ვფიქრობ ის ადამიანი თუ კონკრეტულად რუსეთის ფედერაციას და პუტინს არ ემსახურება, არ მიიღებდა ამხელა პატივს და ასე არ მიიღებდნენ ასეთი პატივით რუსეთში. მე და საზოგადოებამ გასაჯოს, არ ვიცი, ჩემი ახმა მართებია თუ თქვენი. რაც შეეხება ამავე დროს გვეუბნებიან ასეთ რაღაცას, რომ თქვენ უნდა გქონდეთ სამართლიანი სასამართლო რა არის ჩვენთვის ყველას გვინდა ხო და ფაქტებს დადებენ ამასაც გამოიძიებენ კონკრეტულად ეს ჰაერზე არ ხდება კონკრეტულად ავალებენ კონკრეტულ ორგანოებს რომ შეისწავლონ და ფაქტები დადონ რა გავლენებია სასამართლოზე არჩევნები როგორ არჩევნების გაყალბებაზე კი არა საუბარი არჩევნებზე არა ნეგატიური გავლენის მოხდენაა საუბარი ობიექტური როგორც მახსოვს რავი ტერმინი ესია ვინც ნეგატიური გავლენა მოახდინა არჩევნებზე შეისწავლონ და თუნდაც დასანქცირებაზე ისინი დასანქცირდნენ არის კატეგორია 2014 წლიდან სხვათა შორის პირველი იარვიდან ვინც კი დემოკრატიული ასე ვთქვათ უკუსლას შეუწყო ხელი საქართველოში ყველა უნდა დასანქცირდესო ეხლა უყურეთ რა ხდება ხელისუფლების წყაროა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ხალხი ამ ისა ხელისუფლების წყაროდ გამოხატავს არჩევნებით და რეფერენდუმის გზით სად მივდივართ რეფერენდუმის გზით საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ ჩათვალა რომ ჩვენი ასე ვთქვათ მომავალი არის ევროატლანტიკურ ალიანსში ევროატლანტიკური ალიანსში რო არის კონსტიტუციური ყველა ორგანო ვალდებულია ემსახურებოდეს ამ მიზანს და საქართველოს გააწევრიანონ ევროკავშირში და ნატოში თუმცა ნოემბრის ბოლო იყო ნოემბრის ბოლოს ხო ნოემბრის ბოლო იყო და ის გოგონაც მე მგონი შემეშალა ოქტომბერი კი არა დეკემბერი იყო რომ აქციაზე მიიღო მონაწილეობა და შემდეგ აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება გამოდის და გვეუბნება სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი და გვეუბნება რომ წვეთ ყველანაირ ურთიერთობას იმასთან რა ქვია ევროკავშირთან 2028 წლამდე ну ეს ამხელა ფანჯარა მართლა ესეთი რაღაც ჩვენი წინაპრების ოცნება იყო ახლა ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვა არა მარტო დიდი საერთოდ რა ვიცი საუკუნეები ამაზე ოცნებობენ და ჩვენ ზუსტად მართლა კულტურულად, ფენომენალურად ბევრად ახლოა ჩვენი მენტალიტეტი,
ჩვენი ასე ვთქვათ მარტო ქრისტიანობაზე არ არის საუბარი რა თქმა უნდა ქრისტიანობა ჩემთვის მე მორწმუნე ადამიანი ვარ უმთავრესია და ეროვნულობა რა თქმა ამას ლაპარაკი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაზიანდეს მაგრამ უყურეთ რა ხდება მართლა აი რომ გავწდეთ აზიისკენ საერთოდ განსხვავებული საზოგადოებაა ჩვენთვის საერთოდ განსხვავებული ქართველებისგან თუმცა ევროპაში რო ჩავალ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს ანუ იმ ოჯახის წევრები რეალურ ჭეშმარიტებას ბრძანებთ ხო ანუ ამ შემთხვევაში როცა მელაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენელი რომ ჩვენ წვეთ უკვე იმ კონსტიტუციის მუხს მირღვევდა ამავე დროს წინა საარჩევნო დაპირებას არ ღვევ რომ ღირსებით ევროპისკენ და სადღაც ერთი თვის თავზე არც ან ორი კვირის თავზე არ ვიცი რამდენ ხანში ზუსტად ეხლა დღეებს არ აქვს მნიშვნელობა მეუბნები რომ მე ევროპასთან წვეთ ყველანაირ კავშირს ამავე დროს გამოდიხარ საუბარ რომ deep state ჯერ ეს ერთი deep state რა არის deep state რა არის იცით არაფორმალური გავლენა არაფორმალური გავლენა და არაფორმალური გავლენა ყველაზე მეტად სად არის და ისა საზოგადოებამ შეაფასოს არ ვიცი საზოგადოებამ რატო უნდა შეაფასოს არაფორმალური გავლენა არა მარტო საზოგადოებამ რატო უნდა შეაფასოს და ხელისუფლებამ რატო არ უნდა შეაფასოს საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ და სხვა ხელისუფლებამ რატო არ უნდა შეაფასონ რატო საზოგადოება რა შეაფასოს მეთქი ამას არ ვიძახე მე ვიძახე უნდა შეაფასოს საზოგადოება რატომ მარტო საზოგადოება და ხელისუფლებამ რატო არ უნდა შეაფასოს ხელისუფლებამ რა უნდა შეაფასოს მოქმედმა ხელისუფლებამ რო deep state აი მაგალითად რატომ არ უნდა ელაპარაკოს ამერიკის საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა და უკვე მოქმედმა რა საზღვარი გააუღო ეს არა მე ბევრ ამაზე მაქვს უბრალოდ რომ მოვასწრო ყველაფერზე უბრალოდ ხანდახან ხდება ხოლმე დებატებში რომ ჩარევა მე რასაც ხედავ რასაც აღვიქვამ იმას ვამბობ თქვენ რასაც აღვიქვავ და თუნდაც ეს შეაფასოს საზოგადოებამ უფრო რომელი სწორად აღვიქვავთ რაც შეეხება საზოგადოება როგორ შეაფასებს რას ფარული კავშირები იმისა რომ საზოგადოება ხელმისა თუ ხელისუფლებამ არ აუხსნა და შინაარსი აი ვერ ვიგებ და მაგიტო ჩაჭრას უნდა არქმევთ უბრალოდ რა არა გახსენთ მე მივხვდი მე ხელისუფლებამ თუ არ აუხსნა საზოგადოება რაიც საზოგადოება ფარული და ის გავლენები ხელისუფლებამ დააუხსნა სხვა პოლიტოლოგმა მაინც უნდა აუხსნა გახსენთ პასუხს რაც შეეხება აი მაგალითად არავის არ უნდა ომი არავის არ უნდა გლობალური ომის ნაწილი მე მაგალითად არ მინდა დავამთავრებ ერთი წამი და რა ვიცი მე მართლა პატივს არა მე ნაცნაზე არ არის ბატონო იმდენ რამეს შეეხეთ ხო რომ არა მე მეეჭება რომ ყველაფერი გავიარო პასუხად შემდეგ რაც როცა სიტყვა მომეცემა იმიტომ შევეხერო არა ანუ რა ყველაფერს შეეხო ცოტა მაგაზია კითხვა ამიტომ რაღაცები ჩაზუსტება კი ბატონო მაგაზია კითხვა და მაგიტომ შევეხე ანუ რაც შეეხება ესე ძალიან პირიქით სწორად აღნიშნეთ ასე ზოგადი საუბარი რომელიც პირდაპირ აზიანებს ქართულ ამერიკულ და ქართულ ევროკავშირის ინტერესებს და აგერ მართლა რეალური შანსია რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ მე არც ერთი ფაქტი არ დამინახავს არც ერთი ფაქტი რომ რაიმე ფაქტი არსებობს რომ არსებობს გლობალური ომის პარტია არსებობს კონკრეტულად ადამიანი გამომივლინონ ერთი მაინც რომელიც არის ამ deep state-ი არის არაფორმალური გავლენა რომელიც არ არის მაგალითად კონკრეტულად პრეზიდენტი ასე შემდეგ გავლენიანი თანამდებობის პირი თუმცა მათზე აქვს გავლენა ხო ასე არა deep state-ი და ეს მოდის deep state-ი თურქეთიდან მაგასაც გეტყვით ატათურქის პერიოდის შემდეგ წამოვიდა ეგ მცნება და ეგ სიტყვა თურქეთიდან მოდის მე რის თქმა მინდა იცით კონკრეტულად რომ მესაუბრები deep state-ზე მე ვხედავ ერთ რამეს რომ ზიანდება მე არანაირი ნიშნი აი ღმერთმაც არანაირი ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ არანაირი მე მაწუხებს ქართული ინტერესები და ქართული ინტერესები არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირში რომ გავწევრიანდეთ მე ასე მიმაჩნია და ამერიკა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თუ მესაუბრები შენ deep state-ზე და მეუბნები რომ აი ასეთი ადამიანები ასე ერთი მაინც დამისახელე და მომიყვანე ფაქტი ასე ზოგადი საუბარი მე არ მჯერავს მე არ მჯერავს იმიტომ რომ მაშინ ზუსტად მაგას გეუბნებით თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ ის რომ საზოგადოება რო შეაფასებს ერთია მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ მესაუბრება ვალდებულია კონკრეტული ფაქტებიც მოიყვანოს და ზოგადი საუბრით არ შემოიფარგლოს იმიტომ რომ
ეს ზოგადი საუბარი აზიანებს ურთიერთობას და კონკრეტული ფაქტები მე დამერწმუნეთ კონკრეტული ფაქტი რომ მოიყვანონ აი აგერ ჩემი სიტყვა კონკრეტული მტკიცებულება რომ საქართველოს ინტერესებს აზიანებს მაგალითად კონკრეტულად ჭრდილში მჯდომი ვიღაცა თანამდებობის პირი კი არა ვიღაცა გავლენიანი სუბიექტი deep state-ის ასე ვთქვათ. ჯო უილსონი იყო თითქმის ყოველდღე აკეთებენ განცხადებას. ოფიციალური სენატორი და ის პირდაპირ აღნიშნავს მე მაგას ეგ არის კონგრესმენი რატომ? deep state იმიტომ deep რომის იმაშია ჭრდილშია. ჭრდილშია ჯონ უილსონი ჭრდილში. არა, deep და შემდეგ ყავს სპიკერები. კონგრესმენების არა მე მაგას ვერ მივიღებ რატომ იცი იმიტომ რომ ეს არის კონგრესმენი პარლამენტის წევრი თუ ლაპარაკობს პარლამენტის წევრი არის ოფიციალური საკანონმდებლო ერთი და იგივე სულ ვამბობთ ხო ხდებით რატომ ვამბობთ ერთი ის deep არის დაფარული მაგას გეუბნები როცა ჭრდილოვანი მართლობაზე ჭრდილოვანი როგორ დაგისახელო როცა ჭრდილშია მაგრამ მე ვხედავ ჭრდილოვანი სპიკერი გამხმოვანებელი ვინ არის და თელესკოპი ყოველდღე ლაპარაკობს ჯო უილსონზე რისზე შაჰინზე რა არის მეგობარი რა არის მეგობარი აქტი კანონი ხო რა არა არ არის კანონი კარგით ხო იგებს მე ვიცი რომ კანონია მაგრამ არ არის კანონი კი ბატონო კანონი იქნება როცა პრეზიდენტი მოაწერს ხელს ხო საკანონო კანონ პროექტი ხო არის კი ბატონო რეზოლუცია ჯერჯერობით კი ბატონო კანონ პროექტი არის მე ესე ვიცი მაგრამ იყოს რეზოლუცია პარლამენტი ხო იგებს კონგრესი იგივე პარლამენტია პარლამენტში ვინაყენებს საპარლამენტო ინიციატივას წარმომადგენლთა პალატის მიხედვით პარლამენტის წევრსაც აკუფლება რა რის რომ და პარლამენტის წევრთა ჯგუფს რომ წამოაყენოს კონკრეტული კანონ პროექტი ხო ასე იგივეა ამერიკაში ჩემს წამოაყენეს ხო წამოაყენა ამიტომ deep state კი არა ოფიციალური საკანონმდებლო ორგანოს წევრია რომელსაც გამოუცხადა ამერიკის კონკრეტულმა საზოგადოებამ ნდობა არა მარტო ის მე როგორც ვიცი კომიტეტის თავმჯდომარეებიც არიან ხო და აქედან გამომდინარე მე deep state-ს კი არა ვხედავ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მე რას ვიძახი აქედან გამომდინარე მე დამანახე იქნება მეც შენ მხარ ვიზიარებ და მეც ზუსტად ქართული ინტერესები მაწუხებს და მე ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ხედავ იმას რომ საქართველოს ინტერესები პირიქით ამ განცხადებები ზიანდება, იმიტომ რომ ნელ-ნელა ვშორდებით როგორც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას და ფაქტის სახეზეა, სხვათა შორის თუ არ ვწდები კობახიძის განცხადება იყო დღეს ოფიციალურად აღიარა, რომ არანაირი ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრა მაღალ დონეზე არ გამართულა და ეს ფაქტი აღიარა წერილი, ღია წერილი. ხო, ღია წერილში წერია. პრეზიდენტს და კი ბატონო მე მაგას აღიარება არის მანდ არის სინანული რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხო რაც კიდე დავამბობ მაგაში ახლა კამერაში არა აღი სინანული გამოხატა სინანული რომ ჩვენი მხრიდან ჩვენ შევხედრ ჩვენს ნაბიჯებზე და შეთავაზებ შევხედრი პასუხი რაც გულისხმობს ავტომატურად გულისხმობს იმას რომ ჩვენ ხელისუფლება ღია ამერიკასთან ყველანაირი პარტნიორობისაგან მაღალი დონის შეხვედრა ვერ გაიმართა, როდესაც როგორც ვიცი, ტრამპის არჩევის შემთხვევაში პირდებოდნენ საზოგადოებასთან, საზოგადოებას რომ დაალაგდებოდა ურთიერთობები. რაც შეეხება ფაქტობრივი სინამდვილე ხო არა ის რა ქვია მე რას ვიძახი ფაქტობრივი შეცდომები იყო თორემ მოსაზრებაზე მე არ მეკავს შეგეკამათებია მე თვითონ ფაქტები აღიარა თვითონ ფაქტები აზრი მაქვს თქვენი აზრი გაქვთ ორივე ფაქტების მე პატივს არ ვცემდი მე თქვენ არ შეგეკამათებოდით უბრალოდ ჩამეღიმებოდა და პატივს რო ვცემთ მაგითო რის თქმა მინდა იცით საზოგადოება მე მაგალითად მომერთმა იცით რომ გულწრფელი ვარ გულწრფელად რაც მაწუხებს იმას ვსაუბრობ ხო და ამ შემთხვევაში მე ევროკავშირს შევეხები ახლა ევროკავშირის ფანჯარა სანამ ღიაა იქ იყო კიდე მოკლედ მთავარი ფაქტორები ეგ იყო ისა მეგობარებთან დაკავშირებით, ამ გავლენებზე და ვინ არიან ის ქვეყნები და შემდეგ რო ითხოვე რომ იყოს ობიექტური არჩევნები, რო ითხოვენ ობიექტური სასამართლო, ჩვენთვის ეს მისაღებია ჩემი აზრით და დაპირისპირება ამის აი მართლა გულწრფელად მოდი აი თქვათ მართლა როცა მეუბნები რომ მაქვს დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოების 60% მიჭერს ხარს
ხო ამხელა პოლიტიკური კრიზისია, ხო ამხელა დაძაბულობაა ქვეყანაში და რომ არ შევიმჩნიოთ, არ არის ესე. და ხო არის საერთაშორისო საზოგადოებაში ცალსახა დამოკიდებულება, რომ არჩევნები იღებენ, რომ არ არის თქვათ ობიექტურად ჩატარებული და მართლა შეიქმნას ისეთი ადმინისტრაციული გარემო, შეიქმნას ისეთი ის და თუ მართლა ობიექტურად მიიღებს თქვათ ქართული ოცნება ხმებს, მე პირადად აი გულწრფელად ვამბობ, რომ კითხვის ნიშნები არ იყოს და ობიექტური გარემო შეიქმნას, მე პირადად თუ დამრჩა, აი რასაც დავინახავ, მე პირადად ხმამაღლა ვიტყვი ამას. რატომ არ ხდება? აი მართლა მაინტერესებს, თუ კი დარწმუნებული ხარ 60% გიჭერს ხარ, მოდი და მართლა შემხვედრი ნაბიჯი გადადგი კონსტიტუციაში, რომ ჩანიშნული 1000-ჯერ ყოფილა არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც რიგგარეში არჩევნები და კრიზისის გასამუხტავად, აგერ საფრანგეთი დღევანდელი მაგალითი. მე ჩემ აზრს ვიძახი, რომ მაგალითად თუ ეს გინდა მართლა და დაამტკიცე, გააკეთე, ხო გეუბნებია რომ ობიექტურად საარჩევნო გარემო შექმენი ისეთი, საარჩევნო ადმინისტრაცია ისე გააკეთე, რომ მხოლოდ ქართული ოცნების ეხლა ოლქი რო ნიშნავს, ეგეც ქართული ოცნების აღარ მინდა ეხლა დეტალებში შევიდე, როგორ ხდება, რა ხდება, ყველა ვიცით, ხო? აქედან გამომდინარე, შექმენი ეგ გარემო თუ მიიღო ქართულმა ოცნებამ ხმა ღვთისა ერისა და ეს გამჭვირვალობა რო ამბობენ დარღვეული იყო, მართლა უგნიდა რომ გამოდიოდა, ყველა ამბობდა ჩანსო. აი ესე ამბობდა რა. კონსტიტუცია გვეუბნება რომ უნდა იყოს დაფარული არჩევნები, მაგრამ ყველა ამბობდა, ყველა უგნიდან გამოდიოდა და ჩანსო ვის ვაძლევთ ხმასო. არა. ბატონო ვასილ. არა, მე მაგალითად ეგრე მეუბნებოდნენ. ხო და რაც შეეხება ევროკავშირს. ხო, კი ბატონო, ევროკავშირს რაც შეეხება. ეხლა ეგ საკითხი მაინც ვიცი. ხო, კი ბატონო, ეხლა მე რაც მითხრეს და რაც ჩანდა ეგ არის. ევროკავშირს რაც შეეხება, ევროკავშირი რატოა სიკეთე? რა თქმა უნდა, ჩვენი სუვერენული, რა თქმა უნდა, კანონები უნდა ქონდეს და სუვერენული უფლებები ის არ არის, რომ მაინც და მაინც ევროკავშირში, მაგრამ ძირითადი პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, არჩევნების ესა რა ქვია, სამართლიანი არჩევნები და ასე შემდეგ, მედია დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ უნდა იყოს დაცული. მაგრამ არის რაღაცა, რომელიც მაგალითად სუვერენულად შეგვიძლია ჩვენ ქვეყანამ მივიღოთ კანონი და რაც მთავარია, აი მაგალითად მოვიყვან მაგალითს. როდესაც ქვეყანაში თქვათ პენსიონერი 20 ლარს და 50 ლარს იღებს თქვათ დამატებით პენსიას და როდესაც ჩვენ 7000 ლარს იმატებ და ამავე დროს აი აიპის თანამშრომელს 220 და 300 ლარამდე ხელფასი აქვს და უმაღლეს მე მაგალითად ბიუჯეტზე შევიკავე, ეხლა მაინც გულწრფელი ვიქნები ცენტრალურ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში არ ვიტყვი რომ რაღაცა ითქვი რატო გააკეთეთ, იმიტომ რომ საერთო ის არის გავლენა. მონოლოგში წავედით ბატონო. ხო და რას ვიძახი, იცი? ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს 20 და 30-ჯერ მაღალი ხელფასი უმაღლეს თანამდებობის პირსა და აიპის თანამშრომლებს შორის განსხვავება, იმიტომ რომ მით უმეტეს პენსიონერზე. იმიტომ რომ ერთი და იგივე გარემოში ხარ, ერთი და იგივე ფასი აქვს წამალს, გადასახადებს, პროდუქტს და ასე შემდეგ. და იმაზე ფიქრობ, რომ ინფლაცია უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე 20 და 50 ლარი არაადეკვატურად არის შესაბამისობაში ინფლაციასთან და შენ იმატებ ასე ხელფასს. ეს ერთი. მეორე სოფლის მეურნეობაზეც ვიტყვი. იქ იცი როგორ არის? იქ არ არის ესეთი განსხვავებული ხელფასები, ცალსახად შემიძლია თქვა. ერთში ვიქნები გულწრფელი, რომ ევროკავშირში ვიდრე ჩვენთან, აქ უფრო აი ასე ვთქვათ, ბიუროკრატიული საკითხები ჩვენთან ბევრად მოქნილია, ბევრად დახვეწილია, მე რაც თვალში მოხვდა და ამაში ობიექტური ვიქნები და სულაც არ შემწყვება და ჩვენთან ბევრად დახვეწილია ეს იუსტიციის სახლები და ასე შემდეგ და თუნდაც თანამდებობის პირები, როდესაც ესე ობიექტური საჯარო სექტორში არის უფრო სწრაფი პასუხები და თუმცა უყურეთ სოფლის მეურნეობა ავიღოთ, ეხლა ქარელი გორი არის სოფლის მეურნეობის, იქ იცი როგორ დაცულია სოფლის მეურნეობა. აი დღესდღეობით უკვე გაკოტრების პირას არის სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები. ბევრმა უმრავლესობამ კრედიტი გადაავა და იმიტომ რომ გადახდის უნარი არ ქონდა. ამავე დროს რატენას ვეხებით, რამე ევროკავშირთან იქ დაცული არის, უყურეთ როგორ არის, იქ დაცული არის ადგილობრივი ფერმერი და აქ არ იგრძნობა სხვადასხვა ქვეყნის მარტო კარტოფილი ავიღოთ. რაც საკამათოა იმაზე რატო საუბრობთ? არა, მე ვიძახი რომ ევროკავშირის სიკეთე არ კამათობს სიკეთეებზე. არა, უყურეთ რას ვიძახი, ევროკავშირის სიკეთე ზუსტად ისე უნდა წარმოჩინდეს რომ მე წინააღმდეგი ვარ
ევროკავშირისა იმ სიკეთეებისა, იმ დადებითისა მე მაგას არ მე ვიძახო ჩემი აზრში დებატებზე ვარ აი ამ მე ესე ვფიქრობ გასაგებია პოზიცია მაგრამ შენი საერთო ეს სიკეთეები არის ევროკავშირში და დაცული სიბერია და ხო და ამიტომ არანაირად არ გვაპატიებს არავინ თუნდაც ჩვენ თაობები რომ ჩვენ ეს შანსი არ გამოვიეგროთ მე ასე ვფიქრობ რა ბატონო ვასილ ქართული ოცნების წევრებიდან ვის შეექმნება საფრთხე სანქციების დროს აქ სასახად არის საუბარი ახლა მე ეგ არ შემიძლია პირდაპირ თქვა ვის შეეხება თუმცა იქ არის საუბარი ჩამონათვალში მეგობარაკში თქვენი აზრით ვინ დაზიანდება უფრო ამ სანქციებს მაგალითად არჩევნებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს და ამის შესწავლა უნდა წერია გვარები ხო გვარები ეგ სავარაუდოდ წერია როგორც ვიცი სავარაუდოდ ესენიო და ეხლა კონკრეტულად შეიძლება სულაც არ მოხდეს ის სახელი პირველ ვარიანტში ხვიჩატვარას ხელიაც ეწერა მართლა არ ვიცი მე მაგას ვეგეთ არ ვიცი ახლა რაც არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში არის ცალსახად ვინც სასამართლო სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ვინც არაობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებს ვინც აქციის მონაწილეებს და ვთქვათ თუნდაც ოპოზიციურად და პროტესტით განწყობილ ადამიანებზე ზეწოლას ახდენს ვინც საარჩევნო გარემოზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ამ ადამიანებს შეეხებაო და ესე კი არ შეეხება შეიძლება თქვათ გორის წარმომადგენელიც იყოს ქარელის მცხეთის და ასე შემდეგ და მაინც მაღალი თანამდებობის პირი არ იყოს მაგრამ ყოფილა მაღალ თანამდებობაზე ვიღაცა და დღეს თქვათ რჩება საბეჭდილება შეიძლება იმას შეეხოს იმას არა და სულ სხვა ადამიანს შეეხოს ესია ანუ მე როგორც ვიცი უნდა შეისწავლონ ფაქტები და იმის მიხედვით უნდა მოხდეს ამ ადამიანების აუცილებლად დასანქცირება და მე როგორც ვიცი რა როგორც გავეცანით არის კიდე რაღაც მეორე ცალკე საკითხი სადაც უკვე ტრამპს ეძლევა შერჩევით უფლება დაასანქცირებს თუ არა მაგრამ ის ფაქტები გამოვლინა კონკრეტული ადამიანები ვინც კონკრეტულად აი ამ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევდა თუ დამტკიცდა როგორც ვიცი უნდა შეისწავლონ ზოგ საკითხზე 3 თვე ეძლევათვა და ზოგ საკითხზე 5 თვე ამ შემთხვევაში უკვე ის რა სავალდებულოა ეგრევე ბატონო მადლობა ბატონო გელა თქვენ როგორ შეაფასებდით ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს ქართული ოცნების წევრების მიერ პირველი სკოლის უნდა გითხრათ რომ სანქციები არ არის სანამ გააგრძელებთ და იქვე არის ნათქვამი ქართულ ოცნებასო აქვსო შესაძლებლობაო უზრუნველყოსო ეს უფლებებიო შემოbrunდესო და ქვეყნის დაკვეთა რაც არისო ევროატლანტიკურ და 78 მუხლი კონსტიტუციისა შეასრულოსო ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება სულად შეცერდეს ეს ყველაფერი მე როგორც ვიცი მე როგორც წავიკითხე თუმცა 100%-იანი თავს ვერ დავდებ ბატონო გელა თხოვნა იქნება რომ ჩვენი საეთერო დრო იწურება მოკლედ რა ვიცი მონოლოგის მოსასმენად მე თავიდან კიდე დავждები როცა ეს გადაცემა გავდა კიდევ ერთხელ მოვუსმენ ბატონი ვასილის არა მონოლოგი არ იყო ეს ყურადღებით გისმენ არა საეთერო დროზე ბზანა და ცოტა პარიტეტი გარღვეული იქნა. კარგით. დრო მაგარ გავაცდინოთ, მოგახსენებთ. რაც შეეხება სანქციებს და რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აღნიშნული აქტი, რომელსაც შემდეგ სახელი შეეცვალა, მიიღო მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ანუ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა პალატამ, ზედა პალატაში სენატში ჯერ არ განხილულა, რომ განიხილება ან დაამტკიცებენ ან არა გააჩნია პოლიტიკური კონიუნქტურა როგორ იქნება იმ მომენტისათვის, ასე რომ ჯერ არანაირი იურიდიული ძალა ჩვენთვის არც ისე ექნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებისაც არ აქვს, სანამ პრეზიდენტი ტრამპი არ მოაწერს ხელს. მაგრამ ვინ კითხავებთ რა მოხდება დღევანდელი მოცემულობით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ამ აქტს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და რომს ჰქონდეს ხელისუფლების მხრიდან კაფიოდ სრულიად ცალსახად მოურიდებლად იქნა გაცხადებული ორი რამ რომელიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია პირველი საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას არა მარტო თავისი ამორჩევლის არამედ ქართველი ხალხის ნებას ქართველი ხალხის ნება როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში გამოიხატება არჩევნებში და იმარჯვებს ის პარტია რომელსაც მეტი ამორჩეველი აძლევს ხმას შესაბამისად
ქართული ხალხის ნება არის უზენაესი და ერთადერთი ლეგიტიმაციის მიმცემი კონსტიტუციის პირველი ძალა. მეორე, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ნებას, ქართული ხალხის ნებას და არა კიდევ ერთხელ მხოლოდ მისი ამორჩევლის ნებას, რომელიმე ძალა, ვინც არ უნდა იყოს შეეწინააღმდეგება გარკვეულ კარნახს დაუწყებს, ცალფეხზე დადგომას მოგთხოვს, ყოველთვის პრიორიტეტი იქნება ქართული ხალხის ნება. პირველი, ეს აღნიშნული არ ნიშნავს, მესამე, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფო ამ შემთხვევაში ხელისუფლების სახით რაიმე სახის ასე ვთქვათ ურთიერთობებს წყვეთ ცივილიზებულ დასავლეთთან, პირიქით ჩვენ ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯებს მათი მისამართით, ყოველთვის გამოვხატავთ მზადყოფნას იმ მიმართულებით, რომ მათთან პარტნიორობა გავაგრძელოთ, ოღონდ თანაბარს უფლებიან, თანასწორ უფლებიან პარიტეტულ საწყისებზე და არა კარნახის, მითითებების და ასე შემდეგ დონეზე და ეს ეგრეთ წოდებული მე ყოველ შემდეგ ეუხერხულად ამ კანონპროექტის მხარდამჭერებს მეგობარი ცოტა ცინიკურად, ცოტა კი არა სერიოზულად ცინიკურად ჟღერდა და შემდეგ დაარქვეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის, კომიკურია ბოდიშით რა, ამას უტრირების მიზნით არ ვამბობ. ჩინეთის სახელმწიფო რომ თქვათ, ესეც ცოტა ეს ჩინეთის კომუნისტური პარტია რაშუაში, ჩინეთის კომუნისტური პარტია არის ჩინეთის მმართველი ძალა. კი ბატონო, კომუნისტური პარტიას უჩაც ერთპარტიული რომ, მაგიტომ პირდაპირ ჩინეთი ჩაეწერა, რა თქმა უნდა, ესეც აბსურდია. რაში გამოიხატება ჩინეთის გავლენები იმაში, რომ საქართველოს დადო სტრატეგიული ურთიერთობის ხელშეკრულება ჩინეთთან და სწორედ არ მოვერიდები ამ სიტყვას გარკვეული იმპერიალისტური ძალები, რომლებიც კოლონიალისტური ძალები, რომლებიც რა თქმა უნდა არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელზეც დაუფარავად საუბრობდა წინასაარჩევნო გამოსვლებში თუ შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი და რომელსაც სწორედ ამ რიტორიკის გამო ამერიკელმა ხალხის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი მისი ვიცე-პრეზიდენტი დივენსი, სახელმწიფო მდივანი ილონ მასკი, რომელსაც სტრატეგიული განვითარების სამინისტრო აბარია, რომლებიც დაუფარავად არა მარტო deep state-ზე, რომელიც რატომღაც საქართველოს ხელისუფლების და ხელისუფლების ხარდამჭერის მხრიდან ქილიკის საგანი გახდა და საუბრობდნენ ამაზე და ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა ამ ადამიანის ხარი სწორედ ამ რიტორიკისათვის, რომელსაც ავითარებს საქართველოს ხელისუფლება. სწორედ იმ დაფინანსების შეწყობა USAID-ზე ამერიკის და ჩვენ გვიკვირს ის საქართველოსი რაც ხდება, როდესაც ისეთ გავლენიან პოლიტიკურ ძალას, როგორცაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არჩეული ხელისუფალი, უმაღლესი ხელისუფალი პრეზიდენტი უპირისპირდებოდა და დღესაც უპირისპირდება, მასზე აქვს გავლენა და რატომ გვიკვირს რომ პატარა საქართველოსზე, რომელსაც სტრატეგიულად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იყოს გავლენების თავს მოხევის მცდელობები. გავლენა რო აქვს, მე უფრო თეორიად მემაჩნია. არა, როგორ არის თეორია? ნებისმიერ დიდ ქვეყანას ცდილობს პატარა ქვეყანაზე მოახდინოს გავლენა, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები თუ ჩინეთი. აი ერთ რეპლიკა. და ჩინეთსაც უნდა გავლენა, მაგრამ ჩინეთი მე სიდა საქმეებში არ ვერევით. არავისი ხო მე რა ხელისუფლებას არ აქვს უფლება ჩაერიოს ეს მათი გადასაწყვეტი ხელისუფლებაში მაგრამ ჩინეთის გავლენა რაში გამოიხატება ჩინეთმა განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისა რომელსაც არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებამ რომ მონაწილეობა მიიღო თანამონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ყურად არიღეს ფული რომელიც შეიძლებოდა საქართველოს განვითარებაში და რეგიონის განვითარებაში ჩადებულიყო
ჩაიდო ლომჯარიევში კი ბატონო ლომჯარიევში გიგაურებში და ასე შემდეგ იქ იყო რაღაც სტარტაპები მაგრამ მოდიში თავდება და იმის მაგივრად რომ ეს შეთავაზება გაზიარებულიყო უარი ვითხრეს რამდენჯერ და ჩინეთმა გავიგე ეს უბრალოდ გადახვევისთვის გავაკეთე და ყურადღების დამახვილების მიზნით კონკრეტულად ფოკუსირების მიზნით გავაკეთე შესაბამისად ამ საქართველოს ხელისუფლება ატარებს სახელმწიფოს ინტერესებს. სახელმწიფოს ინტერესები თანხმედრაშია ხალხის ინტერესებსაც. და მე აუცილებლად მინდა ეს არ ვიცი ძალიან გთხოვთ რომ თუ რაღაცა მონტაჟი მოხდება ეს მომენტი გაუშვათ. ბატონო ვასილიმ რამდენჯერმე თქვა რომ თითქოს პირდაპირ ეთერში ვარ. კი ბატონო, მადლობა. თითქოს პრემიერს არჩევნების შემდეგ თუ არ ვცდები 28 ოქტომბერი იყო განაცხადებიდეს რომ ჩვენ არჩევნებს ჩვენ ევროპულ კურსზე უარს არა ბატონო თქვენ ეს სიტყვები თქვით რომ ვაჩერებთ ევროპასთან ურთიერთობას ბოდიში 2028 წლამდე ესე თქვა და აქ 2028 წლამდე ჩვენი არა ბატონო თუ ამის გამო უპირისპირდებით ხელისუფლებას და აკრიტიკებთ გეუბნებით როგორც თქვა და იმას ესე იგი თავისთავად გისაბუთებთ იმას რომ თქვენი კრიტიკა არის უსაფუძვლო და გეტყვით რას თქვა მოლაპარაკებების გახსნაზე მოლაპარაკების გახსნაზე ვაჩერებთო იმის გამო რომ რამდენჯერვე ჩვენის მხრიდან იყო შეთავაზება ეს სხვა საკითხია მაგრამ ფაქტების კონსტატაციას ზუსტად უნდა მოვახდინოთ თუ რა აი უყურეთ იქ რაც ხალხი გამოვიდა უმრავლესობა მე მქონდა სხვათა შორის ახლობლების შვილებიც იყვნენ სტუდენტები ხო რას აპროტესტებთ ზუსტად მაგ სიტყვებს მეუბნებოდნენ გამოვიდა პრემიერი კობახიძე და თქვა რომ ევროპასთან არჩევებს არა შვილო ვეუბნები ეს არ უთქვამს და შემდეგ განმარტება მოაყოლა კობახიძემ თუ რა თქვა და რატომ თქვა რომ ურთიერთობებს კი არ აჩერებს არამედ ცალმხრივად საქართველოს გადის მოლაპარაკებების გახსნიდან რომელსაც 2 წელია უკვე თავაზებთ ევროპარლამენტს და რომელზეც მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის და იძულების და შანტაჟის იარაღად იყენებს. აი სწორედ ამით ახსნა. როდესაც ამას უხსნიდი ამ ახალგაზრდებს, ხო? ჯერ არასჯეროდათ. მე როდესაც ვიდეოს ვაჩვენებდი, დამიჯერეს და შემდეგ გარკვეული კომუნიკაცია აღდგა. სწორედ ეს კომუნიკაცია არის ის, რაც ახალ არაანგაჟირებულთან, არადაფინანსებულებთან, რა, რომელიც მართლა გულსპელები რომ არიან, სწორედ მე გულსპელებთან მქონდა, ეხლა არიან ჩემი ახლა ბიძაშვილი შვილი რო იქ რა ახლობელია, ხო? რომელიც თავიდან სხვანაირად იყო განწყობილი და ჩემთან არა, იმიტომ რომ რაღაცა ტვინზე მოვახდინე, ფაქტები დაუდეწინ. სხვა აზრები შეექმნათ. აი ამ ფაქტების ახსნა არა კიდე გეუბნებით, არა ანგაჟირებული, არა დაფინანსებული, არა მომართული, არამედ გულსფელი ახალგაზრდებთან მუშაობის მხრივ ხელისუფლებას აქვს გარკვეული მინუსები და ამ მინუსების აღმოფხვრა გამოიწვევს რას, რომ ჩვენი უბრალოდ წინასაარჩევნო სლოგანი რა იყო, ღირსებით ევროპისაკენ. ანუ არჩევს ხელისუფლებამ უთხრა რომელიც შემდეგ დარჩა ხელისუფლებაში. ბატონო გელა მივდივართ თუ არა ღირსებით დღეს ევროპაში? ჩვენ კიდე გეუბნებით, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ღირსებით მიმავლები. თუ მივიღებენ ჩვენი ღირსებით, აქ რას გულისხმობთ ღირსებაში? ღირსებაში იმას გულისხმობ, რომ არ უნდა გვიკარნახონ თუ როგორი, რა თქმა უნდა, დახმარებას მივიღებთ და ყოველთვის ხელი გვაქვს გაწოდილი, მაგრამ არ უნდა იყოს დიქტატი. იგივე დიქტატი, მაგალითად, როდესაც წინა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მოვიდა ჩემთან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და გვითხრა, რომ ესა და ეს მოსამართლე უნდა გათავისუფლებული იყოს და ეს მოსამართლე შემდეგ სანქცირებულებში მოექცა, ეს ბოდიში და ისპაჰანში ხდებოდა ესეთი და ყარაყორუმში ხდებოდა. ბატონო გელა ფარცხალაძის ჩასვლას როგორ შეაფასებთ? ფარცხალაძის და უნდა დავასრულოთ. ეხლა რა, ფარცხალაძე, ვინ არის ფარცხალაძე? არის ფიზიკური პირი,
რომლის დანიშვნაც კიდევ გეუბნებით, რომლის დანიშვნაც იყო დიდი შესწავლა გენერალურ პროკურორად. Ну წარმოვიდგენელი, შესწავლას იმიტომ უწოდებ, რომ ახლა შეგნებულად ამ ხელისუფლების ამ ჯერავს და შეგნებულად ასეთ ბანებებში დამოკიდებულებებში კიდე გაგრძელდება. თქვენ სიტყვის უფლებას ერთი წამი. იგივე შესწავლა იყო, არ დაუმალავ ამასაც. ხარიას დანიშნა. Რა თქმა უნდა, ფარცხალაძისა და გახარიას ერთ სიფტყეში არ დავაყენებ, მაგრამ ის სხვა სიფტყე არა, ის სხვა დონეა, სხვა დონეა. მაგრამ შესწავლა ისო გახარიასთან ყველა ტყუის, ეგ იყო საყვარელი გამოთქმა. ძალიან დიდი ავასების გაიცა. და ეხლა რატომ ზის იქ, რატომ იჯდა იქ ფარცხალაძე? გეტყვით რა, მე არ ვიცი პუტინის გონებაში რა იხარჯება, მაგრამ პუტინის მეთოდები ძალიან კარგად ვიცი. ლანძღო და ზახაროვასი კიდე როგორც კი ოპოზიციას ამ შემთხვევაში გახარია საქართველოსის პარტიას არ გულისხმობ, დიდწილად კონსტრუქციული პარტია, მაგრამ დესტრუქციულ ძალებზე, რომლებიც არიან ქვეყანაში და ვიცით ვინც არიან. და როდესაც გაუჭირდებათ, მაშინვე იწყებენ ოპოზიციის ლანძღვას სააკაშვილის, მახსოვს სააკაშვილზე უთხრა ზელენსკის ეუბნებოდა აღუდგინეო და იწყებს ოპოზიციის ლანძღვას ქართული ოცნების ხელისუფლების ქებას, ამას ლავროვიც აკეთებს, მაშერებელებს უგდებენ, რათა კონდეთ იმის არგუმენტი, რომ აი თითქოს ხელისუფლება პრორუსულია. კიდევ გეუბნებით, ხელისუფლება არის პროდასავლური, ოღონდ განსხვავება რაშია? არსებობს დასავლეთი, არსებობს ტრადიციულ ღირებულებებზე, სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, სხვის ტრადიციების პატივისცემაზე არსებული დასავლეთი და არსებობს საპირისპირო დასავლეთი. აი, ჩვენ ვართ, ანუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის დასავლური ქრისტიანული, ანუ ქრისტიანულს მაინც და მაინც მართლმადიდებლს ვქერო, ქრისტიანულ ღირებულებებზე აღმოცენებული დასავლური კულტურის ქართული მართლმადიდებლები. უმრავლესობა, თუმცა არიან კათოლიკები. რა თქმა უნდა, არა, მე ვამბობ დასავლეთი, სადაც არ არის მართლმადიდებლობა დომინანტური, მაგრამ აქ არ არის წმენაზე ლაპარაკი, აქ არის იმ წმენაზე დაფუძნებული კულტურის, პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური კულტურის გზით მივდივართ ჩვენ. რომელშიც ყავს ჩვენ რეპლიკა ერთი ბატონგელა. ძალიან მოსრულოთ დიახ. რაც შეეხება აი თუნდაც იმ მეგობარ აქტს, იქ ხალხის აზრზეა ზუსტად 78 მოხსე, რომ დაუბრუნდეს ხალხის მოთხოვნას და ამ ურთიერთობების არ დაუღვევია. აი დავამთავრებ. დაუბრუნდეთ ამ მოთხოვნას და იმ 78 ანუ ევროატლანტიკურ არიანში გაწევრიანება, ანუ ევროპულ სტრუქტურებში, ამას ითხოვს ევროპა, ამერიკა, ევროპიდან, კარგი ვთქვათ, მხოლოდ deep state მართავს და აღარავინ დარჩა, არც ევროპაში, არც ამერიკაში, ვინც და ჯანსაღი აზრის ბევრი ისმის პარლამენტში, ევროპარლამენტში უამრავი ადამიანი. აი, გეტყვით, არა, მე ვიძახი ახლა სახელმწიფოების დამოკიდებულებას და აი ზუსტად ეს 4 წლიანი ფანჯარა, ჩემი აზრით, იქ შეიძლება იყოს დამღუპელი. მე გულწრფელად გეუბნებით იმას, რომ ამ შემთხვევაში ახალგაზრდობის პროტესტი და ნებისმიერი ქართველის პროტესტი არის ის, რომ ეს აშკარად ჩიხში შევიდა, მე როგორც ვიცი 9 პუნქტიან გეგმაზე ამბობდნენ და არც ერთი პუნქტი შესრულებული არ არის, რომ თავისუფალი სასამართლო და სამართლიანი არჩევნები და ასე შემდეგ, მხოლოდ ამას ითხოვენ, რაც პირდაპირ ქართველი ერისთვის და ქართველი ხალხისთვის დემოკრატიული საზოგადოება, დემოკრატიული სამყარო, დემოკრატიული სახელმწიფო არის პირველად ინტერესი და აქეთ უნდა პირიქით ვთხოვდეთ, რომ დაგვეხმარონ ამ დემოკრატიის განვითარებაში და განვითარებაში. გერმანია? გერმანია კი არა. რომელიც კრძალავს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. ძალიან შორს წაგობს ამაზე. როგორი დამეხმაროს მე პირდაპირ კავშირები ვლინდება პუტინთან და იმით. ვისთან? პუტინთან? ვიზეც არის საუბარი, მე როგორც ვიცი. არჩევნებში ყველაზე მეტი მომიახო, ხო? და გერმანია უნდა დამეხმაროს მე და მიკარნახოს მე დემოკრატია. კავშირები იკეთება მაგ იმაზე, რა ქვია. როგორც ვიცი.
არა, ეგეთი გერმანიის მე თქვა რომ ჩვენი საქართველო არ მოშორდეს ამ თქვათ სამყაროს და მართლა აზიის პირისპირ და რუსეთის პირისპირ არ დავჭ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. აქტუალური თემის სტუმრები იყვნენ ვასილ ბაქრაძე და გელა მამუკაშვილი. მაყურებელს კი მშვიდობიან საღამოს უსურვებ. შევხვდებით ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს 20 საათზე აქტუალური თემებითა და სტუმრებით. მადლობა მოწვევისთვის და საშუალებით